ესე იგი, ეს არის ეპიზოდი 23, ანუ 24 ეპიზოდი და დღეს ყავს ძალიან დიდი ხნის ასე ვთქვათ, ჩვენი მეგობარი და შემონახული სტუმარი, რომლის ინტროსაც გიორგი შემოგთავაზებს. ისმენთ გიორგი. ეს ჩვენი სტუმარია თორნიკე. პირველ რიგში დავბრუნდით 4-ვე, კარგად არ ვიყავით წინა რამდენიმე ეპიზოდში და ჩვენი სტუმარია თორნიკე დევთერაპიდან, მაგარი ინჟინერი, ნამდვილი თავისი კრაფტის მოყვარული და დღეს ვერ საინტერესო თემაზე ვისაუბრებთ და მათ შორის თავარზე ალბათ ფოლოპი და დევთერაპი ერთად ვატარებთ ჰაკათონს, რომელიც არის 19 ოქტომბერს გეოლდებით და ანუ ვისხრა მოლოდინები გაქვთ. პირველ რიგში არ გამოგჩეს რომ ფოლპი დევთერაპი და რომა ის არის კი პლეიერია. იმას ამოვღამეთ რომ ყველა ეპიზოდში რომ რომას ვახსენებთ ბოლო 4-5 ეპიზოდია. შეარეთ ტიმ პლეიერია რა, ორგანიზ. მალე გესტად გვიწევს ჩვენ და ჩვენს მერე შეგეძლიათ დევთერაპისტის დაგვასწარი, ხო? კი ბატონო. დავიბევეთ. ჩვენ ერთით ვისინ დავიბევეთ ამიტომ. კი ბატონო. ჩემი მოლოდინები რაც შეეხება ჰაკათონზე, პირველ რიგში მოგესალმებით. მადლობა მოწვევისთვის. მიხარია თქვენთან და იმ თემებზე საუბარი რაც ყოველდღე ვაკეთებ და მიყვარს. ხო, რაც შეეხება ჰაკათონს, მე ვფიქრობ, რომ ძალიან ისეთი ისტორიული მომენტია. შეიძლება ხსენ ძალიან სენტიმენტალებში გადავიდე, მაგრამ მე ეგრე ვთვლი რა, იმიტომ რომ აშკარად ვხედავთ ყველანი, ნიდს ვხედავთ და ვხედავთ, რომ ხალხს აშკარად ჭირდება ესეთი ივენთები, იმიტომ რომ მოთხოვნა და სურვილი არის ძალიან დიდი. და სამწუხაროდ ეს ბოლო წლები ესეთი ივენთები არ ტარდებოდა. რაღაც ჰაკათონები კი ტარდებოდა, ოკეია, მაგრამ მე მაინც ვთვლი, რომ ანუ აი რაღაცა აუთსაიდ ინჟინერები რა, უბრალოდ რომ შეიკრიბებიან და ისინი რომ გააკეთებენ ჰაკათონს, მაინც იმას სხვა გემო აქვს და სხვა თეისტი აქვს რა, ვიდრე რომ რაღაცა კომპანია გააკეთებს რა. ისიც კაია, რა თქმა უნდა, ეგეთი ივენთები ჩვენ ჩატარდეს, მაგრამ მაინც რა ის აი ნამდვილი ჰაკათონის გემო მაინც ალბათ გონია რომ აი პროსტა რენდომზე შეკრებილ ტიპებს შეუძლიათ ეგეთი ჰაკათონების ჩატარება რა და მე ძალიან ეს ჰაკათონების ინსპირაცია ზოგადად მივიღე პირველი ჰაკათონებიდან იუნი ჰაკი რო ატარებდა ეს 2013-2014 წლებში რა მე მაშინ პროსტა ძალიან დამწყები ვიყავი ეს მონაწილეობა არ მიმიღია მაგრამ დღემდე ყველა ვიდეო და ის ვიცი და ეგეთი მოლოდინი მაქვს რომ აი ის ჰაკათონის ვიდეოები როგორც დარჩა ისტორიას რა ეს ჰაკათონიც რაღაც ეგრე შემორჩება ისტორიას სამომავლოდ მაგაზე ორი სპორტი ვთქვათ ანუ ისეთი ტოპ სპიკერები ყავს მომზადებული რომ ისტორიასაც დარჩება და მგონია რომ აი ჩვენ როგორც უყურებთ ძველი ჰაკათონის ვიდეოებს ძალიან აქტიურად ბატონი გიორგის თოქსაც მათ შორის ჩვენი კო-ჰოსტი გვაქვს ამის ბედნიერება ეგრეთ შეხედავენ მე ამასაც და მოკლედ ხო რა ამის აღნიშნა მინდა მაგარი კი იმიტომ რომ ეგ ვიდეოები მართლა დღემდე უბრალოდ მიკუს კიდე ცოტა იმდენად ცოტა ნახვა კიდე შედარებით რა რომ ხალხმა არ იცის ჩვენც ახლა მაგალითად საფარა რო ყავდა ხო დავდეთ ეგ ვიდეოები საფარას პლეილისტის დავდეთ და მამალაძე რო ყავდა მამალაძის ვიდეოს დავდეთ და ხალხი ანუ ძალიან ბევრ მაყურებელს უბრალოდ არც ხონდა ნახი რა ხო და ჩემი აზრით აი ძალიან გოლდმაინ რესურსებია რა მაშინ შეკრებილი რა მარტო მამალაძის ემს კი არის მაგალითად შოთა იყო კიდე ლაპარაკობდა everything is not code თუ რაღაც ეგეთი ხონდა მე მგონი სტეფან სწოპას ინსტანტის სწოპას თოქიც არის ნანახი მაქვს ეგეც რა ეგ ჩამოსული იყო და მithაყდა ეგეც ძალიან მაგარი თოქია ხო ეგ რაღაც როგორ დაიწყო მუშაობა ხო სენიორ ინჟინერი ხარ როგორ იყო ჯობ yes და ეგ თან იყო იცი რა პერიოდში იყო ეგ როდის დაიდროპა აი კორონა before corona იყო რა და მაშინ თან ეს remote work-ი არ იყო fashionable რა მაშინ ჯერ და ძალიან რა ვიცი მე მაშინ მოვუყურე და ძალიან ისეთი მაგარი რესურსი იყო და დღემდე არ აქვს ხალხს ანალოგიაში რა
და ეგ პრობლემაა რა, რაღაცა, ანუ არ ვიცი, რატო ხდება ეს, ანუ ამასეთ პატარა კომუნიტიში ასე რთული რატო არის ესეთი gold ანუ ზამთრული ინფორმაციების უწოდება და ფიქრობ რომ ეს ჰაკათონი მაგებს დაანგრევს რა და ყველას მოვაწვით ინფორმაციას. მე მან ფიქრობ რომ ის მომენტიც იყო, ანუ დაახლოებით ეს 2 წლისი რომ დაგეწყო, სანამ ჩვენ პოდკასტებსაც დავიწყებ, სანამ თქვენ დაიწყოდით. მანამდე იყო რაღაც ხანა, მე ეხა დაიწყო კიდე პოდკასტები და რაღაც და მანამ საერთოდ არაფერი არ იყო და მაგ პერიოდში ვინც დაიწყო პროგრამირება, ანუ იდეის დონეზე არ გაუჩნდებოდა, რომ აი შეიძლება რაღაც თოქები იდოს რა, იმიტომ ისე ჩამკვდარი იყო ყველაფერი. Facebook-ზეც, LinkedIn-ზეც რაღაც, რომ ანუ просто არ შეხვალ და არ დასერჩავ ტიპი რა და მე ჩვენ რაც ვიცოდით ეს ყველაფერი ისევე community-დან რომ აბა იმ სოსოთოკი თუ გაქვს ნანახი და რაღაც VAT-ის კონტრიბიუტორი და რაღაც ეგეთი ხომ დადიოდა და ის ახალ დამწყები რო ხარ და community-ის წევრიც რო არ ხარ და რო არ იცნობ ჯერ არავის просто არ დასერჩავ რა რაღაც როგორ მუშაობს Node-ი ქართული ასოებით YouTube-ზე არ დასერჩავ მაგრამ Talking of V8 contributors, am meeting-ში ახლა ამ პოდკასტში V8-ის კონტრიბუტორი ყავს ფათაშორის. ეგეთი რაღაც დამესერჩ არ მახსოვს უბრალოდ. აჩო საკ V8-ში კონტრიბუცია გაკეთებული, ის აქ რა გასწორი არჩიუ? რაც ბაგი იყო ბაგი და ესე ავტორების სიაში ვწერი ვარ სოსო იოსებს მანაშვილი, მე ჩასკოლა არშილ შარაშენი და რაღაც. კაი, შევცვალეთ თემა შემდეგ. არა, ანუ ხო, იმ მოლოდინებს რაც შეხება, მე დავამატებ რომ ანუ ამ რაღაც თოქების და ისტორიას რაც დარჩება, მაგის ძალიან ჯერა, მე ყველაზე მეტად რასაც ველოდები არის რომ ნახო რა პროდუქტები გაკეთდება რა, იმიტომ რომ ერთი რაღაც ის მჯერა რომ ესე genuine რაღაც უბრალოდ იმ ინცენტივით რომ ჰაკინგი გინდა და პროდუქტის აწყობა გინდა. მაგით გამოდის ზოგადად ყველაზე კარგი და საინტერესო პროდუქტები, რაც მართლა შეიძლება რამე კომერციულში და ისე ინდუსტრიულში გადაიზარდოს და მე ყველაზე მაგებს ველოდები, იმიტომ რომ ზუსტად მე მგონი ის ადამიანები იღებენ მონაწილეობას და გვექნება საშუალება რომ ეგენი გავიცნოთ ვინებიც რაღაც ანუ კი ჩვენ რაღაც ბევრი ადამიანს ვიცნობთ ჩვენი კომიუნიტიების გარშემო, მაგრამ მე მგონი კიდე ძალიან ბევრი ადამიანი არის რა, ვისაც არ ვიცნობთ და ბევრ საინტერესო პროდუქტს ველოდები მე და წინაზეც ეგ ვთქვი რა, Wipe-Hack-ის ჰაკათონის მერე რომ მე ველოდები იმ მომენტს, როცა ამ ჰაკათონზე დაწყებული პროდუქტი გადაიზრდება actual startup-ად რა, ეგაა ჩემი goal-ი რომ მაგას მოვესწრო მოკლედ რა. ძალიან მაგარი იქნება, იმიტომ რომ მე მახსოვს რომ ეგეთი ინიციატივები დაწყებულები ძალიან კარგი გაგრძელებულა. თან მით უმეტეს ჩვენი ჰაკათონის მთავარი იდეა ეგ არის რომ ანუ რაღაცა რენდომზე მოიფიქრო, რაც იქნება გასართობი, კრეატიული და არ გვაინტერესებს მისი რაღაცა ბიზნეს გეგმა და ყველა იდეა, ყველა მაგარი იდეა რომელიც მაგრად გაიყიდა ხო, რაღაც იგრი არის დაწყებული რა, რომ რაღაც პრობლემა ჰქონდათ, მე ეს პრობლემა მოაგვარეს. მაგრამ იმ წუთას როცა მაგას აკეთებდნენ, სულ არ ფიქრობდნენ ეს როგორ უნდა გაიყიდათ რაღაცა მილიარდ ადამიანი. ამიტომ რა ვიცი, ძალიან დიდი შანსია რომ შედას თქვი ეგ რეალურად ახდეს. მაგრამ ამავდროულად ახლა ვისმენთ რა, ანუ სწავლის ესეც არის რა, ანუ ჰაკათონი არ არის აუცილებლად შეჯიბრიან შემთხვევაში, რომ აი ვინ მოიგებს რა, მაგაზე პირიქით რაღაც ნაკლები ის ყო გაკეთებული, მაგიტო გვინდოდა რომ აუცილებლად თოქებიც ყოფილიყო და თოქების გარდა ანუ სხვა რაღაც აქტივობებიც გვაქვს გარშემო დაგეკმილი. რომ შეძლოს ხალხმა ერთმანეთთან ინტერაქცია, რაღაც ახლის სწავლა და უბრალოდ აი ამ კეთებაში რაღაცების სწავლა რა. მაგალითად შეიძლება დაიწყოს რა თქმა უნდა რაღაც პროდუქტი ან სტარტაპი, მაგრამ ახლა ჩვენ მაგალითად აი თავიდან ადრე რო ვიყავი Moonhack-ზე, მაშინ ვიღაცები ასე თუ ისე გავიცანი და მე იმის მერე ხალხს ვხვდები, ხანდახან ვიღაცას გავიცნობ და 5 წლის მერე პოულობდი ხოლმე რომ უი აი Moonhack-ის 2016 წლის სურათზე გვერდი გავართ რა. ანუ იმ ვიღადის არ ვიგარაჩება, მაშინ დავატარა მყავდა რაღაც სულ პროექტს ვაკეთებდი, მაინც ძალიან ბევრი leverage ქონდა რა მან მონაწილეობას. კი, აი ერთი მიზნებზეც რო ვთქვა რა, რა მოლოდინი უნდა მოვიდეს, მაგალითად ადამიანი პირველ ჰაკათონზე რა.
განსაკუთრებით ველოდებით სხვათა შორის იმ ხალხს, ვინც აქამდე არ ყოფილიყართ ჰაკათონებზე. და ეს იქნება თქვენი პირველი რა და ეხლა მე შემიძლია რაღაც ჩემი ის მოუყვა გამოცდილება პირველ ჰაკათონზე ვიყავი, ალბათ პირველ თუ მეორე კურსზე და კოდის წერა საერთოდ არ ვიცოდი. და მაშინ რაღაცა უფრო hardware-ს ვაწვევოდით რა, ვიღაცები საიტებს აწყობდნენ, მაგრამ ჩვენ Arduino-ზე ნატურას ვანთებდით თუ რაღაც რა და წარმოიდგინე, ეგეთ რაღაცებს არ ვიცოდით. და იმ ორ დღეში შეიძლება იმდენი რაღაცა მისწავლია, რაც მაგალითად მთელი სემესტრი უნივერსიტეტში არ მისწავლია რა, იმიტომ რომ დილიდან მეორე დღის ღამემდე რო უზიხარ და რაღაცებს აკეთებ, ძალიან ის არის რა, ინტენსიური და რაღაცა ჟილკა გაქვს და თან მაშინ გქონია, რომ შენ აკეთებ შენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან პროექტს რა, ანუ ეგეთ შეგრძნება გაქვს რა. და აი უჭველი უნდა მოიგო და რაღაცა მერე პირველი შიშის გადალახვა რომ სპიკერივით აკეთებ პრეზენტაციას ამდენ ხალხში, მერე იმედგაცრუებას სწავლობ, მოგებას სწავლობ, მოკლედ აი წარმოუდგენელი გამოცდილება, რაც ზოგადად გონია რომ ყველა ადამიანმა უნდა გაიაროს, მაგრამ ტექსტში უფრო მარტივია რა, ჰაკათონზე ამით გაკეთება, ამიტომ ყველა დამწყებს ველოდებით განსაკუთრებით რა. კი, აბსოლუტურად გეთანხმები, იმიტომ რომ ანუ რეალურად ჰაკათონი არის მაგ ხალხისთვის რა. ანუ ეგეთი ხალხისთვის არის ჰაკათონი, იმიტომ რომ ყველა ანუ ეს მხოლოდ გამარჯვებაზე არ არის, ანუ ძალიან მნიშვნელოვანი ხალხს იცნობ, როგორც გიო, ხო? და მართლა ყველაზე მნიშვნელოვანი შენი პროექტია. მეც აჩვენე ისტორია მაქვს. პირველი ჰაკათონი ჩემი იყო 2015 იყო მე მგონი, ეს ქუთაისში ჩატარდა, ეს 100 ჰაკათონი იყო. და იქ წავედი თბილისიდან, რაღაცა 2 დღე დავუშვით. წავიდეთ აქედან Arduino-ები, რაღაცა smart cities ის ქონდა, რაღაცა ჭკვიანი ქალაქის მოდელი ქონდა, აწყობილი და ის ქონდა აწყობილი რაღაც დაფა ქონდა აწყობილი, სადაც სენსორები ქონდა დამაგრებული, ნატურები და ამ სენსორზე თუ მოძრაობა არ იყო, ანუ ვითომ სიმულაცია ვითომ მანქანა რომ მოძრაობდა, რაღაც ამას 50% ამ brightness უწევდა დაბლა. თუ რაღაც გამოძრავდებოდა, წევდით რა. და აი მთელი მოდული იმ ხელა ის თქვა, სურათიც მაქვს სადღაც შენახული რა. და 2 დღე ვაწყობდი და ანუ ვაფშე კოდირება, ანუ ვიცოდით რა, სიზებს წავიყავი, ვიცოდით სტრუქტურები, всё. მეტი არ, ანუ ვიცოდით ლუპი, ფუნქციები და მორჩა. მეტი არაფერი არ ვიცოდით და Arduino-ზე დავამუღამეთ, რომ inputs რო დავიჭერდით, როგორ წავიღა value იქიდან და როგორ ჩაგვეწერა რაღაც და ეს ქონა აწყობილი და იმდენი თან საინტერესო რაღაც მოხდა მე პროცესის დროს. რამოდენიმე Arduino გადაგვეწვა და მოკლედ აი ბევრი ძალიან მაგარი რაღაცები მოხდა რა. მან თვითონ პროცესში და ყველაზე ის იყო გადაობა ის იყო რა, რომ მესამე ადგილზე გავედით და ჟიურის ის მოვიგეთ ფულად ჯილდო რაც იყო რა. და ასევე იყო ცალკე პრიზი ქონა იმას თბილისის ისა ქუთაისის მერიას. და საუკეთესო ის რაღაც მერიის პროექტი და ეგეც მოვიგეთ რა. 2 პრიზით წამოვედით და საერთოდ სუპერულად ვიყავი, არც არაფერი არ ვიცოდით არავინ რაღაც და ისე ჯერ მე მართლა მეგონა რომ 3 დღე უსმენდი იმას რა We Are the Champions და მართლა მეგონა რომ რაღაცა $1 million იდეა მქონდა და მე სტარტაპ ჯორჯიაში გავიტანე. მაგრამ რა ანუ მე ხა ჩემი ცხოვრების ეგ მომენტები ძალიან ისე მახსენდება რა, ანუ ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი და ძალიან ბევრი ადამიანი გავიცანი, ანუ იმ დღეს Discord-ში ვამბობდი რა, ხა უმეტესი ადამიანები Discord-ში ძველი old school ვინც არის, ყველა მაგ ჰაკათონზე მყავს გასწავლილი. რა. ამიტომ ისე ანუ ეგეც hardware-ით თემაა რა. ანუ არ გვიაპარაკია მგონი დიდად გამომახვილებია, მაგრამ მართლა ლავაბლის ჰაკათონია და ასე შემდეგ. მაგრამ ისე არ ვარ შეზღუდული, რომ რაღაც კონკრეტული ტექნოლოგიებთან რაღაც ყველა შეიძლება ძალიან საინტერესო იქნება hardware-ის რამე რომ ნახოთ აი ძალიან რა. მე რა მაინტერესებს. უბრალოდ აი hardware-ით რო საერთოდ საქმეში hackathon-ზე, ანუ ეს device-ები provide-id არის თუ ანუ ხალხი უნდა მოვიდეს? არა, შენ უნდა მოვიდეს. არა, შენი provide-id არის. Provide-id არ არის ხა იქ. შენი tooling-ით მოდიხარ რა. მაშინ ჩვენ დროს იყო სულ რაღაცა 2 device იყო Arduino. აი STM32 უეჭველი ხო? კი, ეგ იყო Raspberry Pi იყო. მაშინ Raspberry-ზე C-ზე ვერ წერდი, მარტო Python-ზე წერდი და ანუ ჩვენ არ ვიცოდით მაგდენი. ეს მარტივი იყო ეს. ხო, არ ვიცოდით Python-ია და C-ზე ვიცოდით ლუპების დაწერა. Python-ი არ ვიცოდით და კიდე იყო ძალიან ძვირიანი იყო Intel-ის Edison-ი ესეთი იყო. ძალიან ძვირი ყიდა, $150 იყო და onu ვერ ხვდებოდით ხა ანუ რატო ყიდა $150. როგორც Arduino ისე ვიყენებდით რა, იმას RAM-ი დიდი ჰქონდა და ოპერაციულ სისტემა იწერებოდა რა, Linux-ი ეშვებოდა რაღაც.
წინსა და ანუ არ ვიცოდი ჩვენ და hardware-ი უჭველი თვითონ მოიტანა. მაგრამ იმის თქმა მინდოდა რომ ჩვენ ხო სამი ის ტოპიკი რეალურად და სამივე ტოპიკში მჯდება ეს hardware-ი ძალიან კარგად. სამივე შეგიძლია მოარგო იდეაში. მე ველოდები ესეთ იმას რა პროდუქტის იდეას რა რომ Copilot for hardware engineering. ხო არის developer და არ ვიცი რას ნიშნავს და როგორ უნდა გაკეთდეს, მაგრამ ეგ მინდა ვინმე რომ პრეზენტაცია გააკეთოს მაგას. ნიკა არ არის ჟიურიში და ამიტომ ხო არ იქნება ეს მიკროფონი. ეგზლეთ არ გააკეთე. ანუ forget everything he said და just რაც გინდათ გააკეთე. And give me a React component, ხო? ხო, ბევრი ის არის თან ანუ მithumetes ეხა ანუ ლავაბლი რატოა სპონსორებს ეს რაღაცებს, ხო რომ ეხა როდესაც რაღაც დროის time crunch-ი გაქვს, ხო? და აი ეხა თორნიკემ რო თქვა რომ აი მაშინ ეხა თქვა Python-ი არ ვიცოდით და ამიტომ უფრო შეზღუდულები იყვნენ და ეხა დღეს თუნდაც აი შოთაც რო ყავდა წინა გადაცემაში რა. ანუ შეიძლება საერთოდ არ იცოდე ამ შემთხვევაში შეიძლება თქვა ძალიან ამბიციურად რომ შეიძლება საერთოდ არ იცოდე საერთოდ კოდის წერა და ისე გააკეთო ლოლში რაღაც შეიძლება ზოგადად კოდის წერა იცოდე მაგრამ რაღაც კონკრეტული ტექნოლოგია არ იცოდე მაგრამ იქნება გამომდინარე რომ უკვე ეს agentic coding tool-ები ხელმისაწვდომია ყველას შეუძლია რომ ამ ორ დღეში უფრო მეტი რაღაც გააკეთოს რა ანუ კიდე და ანუ ორ დღეს შეუძლია ადამიანს რომ რაღაც რეალური თავი მოვდა რაღაც დონეზე დემონდე მიიღოს რა რაც კიდე უფრო ან ესეთ რაღაცებზე მე არ ყოფილა რა ეს იდეაში თუნდაც ლაიფი ჩავატარე ხა თუნდაც ხონს გეიმჯერო ჩავატარე მაშინ ხო უკვე იყო რა ეს coding tool-ები და ეს ასე შემდეგ მაგრამ ეხლა თან იმის მერე ძალიან გაიზარდა რა experience ეს რა აშთით პოსტექშნის წინ პროცესი იყო ესეთ ბუმში არისო და დღეს ძალიან საინტერესოა ჩემთვის ხალხი რას შეძლებს რა მაგაზე იდეაში ესეთი მაგალითი გვაქვს ადრე ჰაკათონებზე ხალხს რა აოცებდათ რა აი თორნიკამ რა თქვა მერია იყო და ის სპონსორი ჩვენ რაღაც ეგეთ ჰაკათონზე ვიყავით მე მგონი რუსთავის მერი თუ ვიღაც ეგეთი ტიპი იყო ჟიური რა და კაროჩე არტუინოზე რაღაცა მოხდა რა და ნატურა აიტო და ამ კაცმა თავში ყელი შემოიტყა ერთო ჩემო ეს რა გენიალური იდეაა და მე შეხვედრაზე დაგვიყვარა მერიაში და ესო იმენაო ძალიან მაგარი იდეაო და ეხა ეგეთ რაღაცით ვეღარ გააკვირვებ მოკლედ თან ისეთი ჟიური ყავს ხალხო რომ ყველა AI დემო ეგ ვერ გააკვირვებთ რა ეგ არის დღეს AI დემოები ანუ იგივეა ბიცეფ yeah pretty much უბრალოდ ხა ადრე რაღაც თოგლებით იშავდი ამ hardware-ს ხა რატომაც ყველა აკეთებს რომ natural language-ით წერენ რომ გამომიხდე ეს განათება და უფრო მარტივი არის შეხვედრა უბრალოდ დააჭირო ერთ დღეს რომ გახსნა AI და chat-ში მიწერო რომ გამორთე მე ის MCP-ს სანამ დაუკავშირდება მე ის hardware დაუკავშირდება და არ აი გუშინ LinkedIn-ზე ვნახე ეგეთი პოსტი რომ ChatGPT-მ ხო გამოუშვა ეს OpenAI apps რო არის რაღაც apps SDK და ვიღაცას ქონდა იქ რაღაც აწობილი რომ smart home იქნება დაკავშირებული რა და ესე წერდა რომ გამორთე იმ ოთახში ნატურა აუცილებლად ბრაიტნესი და რაღაცა 7000 ლაიქი ქონდა LinkedIn-ზე და ისე უმეოდა არ გამორთავო ძალიან მესმის მაგრამ ჰავია დააჭირე შედი და დააჭირე რა ეგ ისე ანუ აი წერან რო დაიწყე ეგრევე smartphone-ზე გადავიდა ჩემი მონება სამი და იმიტომ რომ მე ვერ ვიტან ეგეთ რაღაცებს იმიტომ რომ just არ მუშაობს ძირითადად რა ანუ რაღაც Apple Home რაღაცები ანუ 100% თუ არ მუშაობს და ყოველ სამთვეში ერთხელ რაღაც firmware უნდა გადავტვირთო არ მინდა დამალები თავი მინდა დავაჭირო გილაქს ხელი მაგრამ იდეაში ხარ თუ რაღაც voice command-ზე ექნება და თუ assuming it works და სუგისმენს I guess I don't know ანუ შეიძლება რა ის ცოტა რამდენიმე ეპიზოდის წინ საუბრობდით მაგაზე მე მგონი თუ ჯერ არ დაგვიდიან მგონები ეგ ეპიზოდი როსთან ანუ Siri რაც არის ანუ იდეა რაც იყო როცა დაიწყეს მაშინ 12 წლის წინ და შენ თან მithumetes უფრო ერყვევი მაგ ეკოსისტემაში და აი ზუსტად შენთან მექნა მაშინ კითხვა გამახსენდა რომ მაშინ არ ვიცოდი რა აი Siri მაგალითად იდეაში
ეს რო გაიგეთებინეთ ხო, ანუ ბევრად უკვე ძლიერი ტიპი იქნებოდა რა. ანუ ძალიან ძველ ტექნოლოგიაზე აწყვეს ეს voice-ის, რომელსაც რაღაცები ესმის, მაგრამ რა თავდა კითხო დღეს თითქოს ყველაფერს გეუბნება რომ აი ხო ვებში მოვიგიძებნი და მაგასაც პასუხს არ გიკითხავს მე რა. თუ რაღაც არ არის ონლაინი რა და მაგრამ ჩემი დაშვება ეგეთია რომ თეორიულად ანუ მინახავს ბევრს არ აქვს ის საპორტი, მაგრამ ბევრს აქვს რაღაც series shortcut-ები, რომ აი თუ შენს app-ში დაიმპლემენტებ რომ აი series რაღაცები შეგეთება შეუძლია, მაშინ შეგეძლება და ან ეგ იდეაში მიხედავთ ის რომ ავტოს არ მუშაობს, გონია რომ კაი საწყისი პოინტია იმისთვის რომ მე დააშენოს ნამდვილი, ანუ კარგი voice-ის და ამდენად შესაძლებელია იგი ხარო მაგალითად კიდე ერთი hackathon-ის იდეა შეიძლება იყოს ეს რომ აი პირდაპირ Volt-ის API-ს მოვაჯდე და უთხრა რომ okay, ანუ order me something from Volt რა და ჩემი ძველი ორდერებს ახლა წაიგიხავს API-დან ეს ახლა შეგიძლიათ გააკეთოთ, იმიტომ რომ ყველაფერი თითქოს API ღია ცადეთ hackathon-ზე. იმის გაინტერესებს და მაგრამ თვითონ Volt-მა რო გააკეთოს რა. ხო, იმიტომ რომ შენ ვერ გააკეთე, ანუ iOS-ში ვერ იზო მაგას რომ Volt-ის რაღაცები დააკომენტო, მაგრამ მეც მიკუში. ნუ ახლა Web API-დან შეგიძლია ჭრილკედელაო ისე შემონჩი რა. ხო. უბრალოდ ხო через Siri-ით რაღაც ანუ ცოტა ისეთი გამოდის, მაგრამ მე დღემდე მიკუს მაგალითად მით უმეტეს iOS ეხა iOS 26-დან device-ებზე ან 15 Pro-ზე დაემატა on-device LLM-ები. რაც იმას ნიშნავს, რომ Apple-მა თავის LLM-ი ჩააშენა device-ში და აბსოლუტურად offline რეჟიმში მუშაობს. და არ არის ძალიან ჭკვიანი, რა თქმა უნდა, როგორც ეხა Sonnet და ისინი, მაგრამ შეგიძლია ინტუიტიური ტასკებისთვის გამოიყენო. რა ხა ინტუიტიური ტასკი რას ნიშნავს? ანუ რაღაცა ძალიან კომპლექსს ვერ გაიგეთებს, მაგრამ რაღაცა some options, some tools თუ გადასცემ და კითხვას დაუსვენოს, შეძლებს რომ კითხოს იმ სამი თულიდან რომელი უნდა გამოიყენო ამ შენი კითხვა. ამიტომ მე დღემდე ვერ ხვდები მაგალითად რატომ არ აშენებენ ბანკები ანუ აგენტიკ ოპერაციებს შიგნით რა. აი მე ძალიან გამიხარდებოდა, მაგალითად გამისწორდებოდა რომ ეხა შემეძლოს მე აი ძალიან მეზარება ხოლმე, აი ძალიან ხშირად ვაკეთებ ხოლმე შიდა გადარიცხებს ან ოჯახის წევრული წყალ ხოლმე თანხას, აი მეზიზღება, აი იმდენად მეზიზღება ეს ლოდინი, აი ეს არ რატომ ვერ ხვდები რატომ არ აკეთებენ, როცა ну iOS-ი ყოველ შემთხვევაში შეგიძლია პირდაპირ, კი ბატონო მარტო iOS 26-ის იუზერებს ექნებოდ, მაგრამ ეს ძალიან დიდი მაგარი რაღაცაა, მაინც რომ მივწერო იმას ჩატში, რომ გადაურიცხე მას რა ქვია გიორგის აგერ 100 ლარი. ამა და ამ ანგარიშიდან. აი ეს ხო აი ეს არის ძალიან ჩოლბოთ შესაძლებელი, ანუ არაფერი confirmation-ი კითხოს და სხვა. ხო, ანუ არაფერი მანდ შეუძლებელი არ არის, ანუ კოდი შენ გაქვს, რავი, on device LLM-ი შენ გაქვს, მაგაზე დაცული რაღა უნდა იყოს Apple-ია და cloud-ში არ მიდის არსად და web-ში არ მიდის ეგრე კვესტი. არ ვიცი რატო არ აკეთებენ, გააკეთეს ის რაღაც ჩატს FAQ ჩადეს და ოკეი რა ეგეც კაია, მაგრამ ანუ წინ არის რა სამყარო, ძალიან წინ არის რა და ანუ დაეწიე. მე მაგრამ ეზარება რა ეგენი გადარიცხები მაგრამ იცი რა მაინტერესებს თორნიკე, ანუ ხშირად ხო არის შემთხვევით რა state-ზე არის, როგორც მახსოვს ბოლოს, აი on device LLM-ები და პატარა პარამეტრებით, რა Apple ბოლოს რო წავიკითხე Apple იყო რაღაც ყველაზე წინ მაგევის ინტეგრაციაში. ეხლა რამე state-ი საინტერესო ხო არ არის, ანუ მე news-ები ხო ყოფილა უახლოეს წარსულში მაგას. ნახე როგორ არის on device LLM-ი მე სხვა device მაგალითად Android-ზე არ მომიძიებია და არ დამირისერჩებია რა, მაგრამ iOS-ზე თვითონ რა საკმაოდ ძლიერია და საკმაოდ სწრაფია იმასთან შედარებით, რაც ხა ყოველდღიურობაში შეიძლება დაგჭირდეს რა. აი არ მგონია რომ მაგაზე მეტი შეი offline რეჟიმში რაც შეიძლება დაგჭირდეს device-ზე, ხო? ხო, საკმაოდ შეზღუდული რაოდენობა აქტივობების არის რეალურად. ხო, ანუ რა უნდა გააკეთო ხა ისეთი რა, ვერ ხვდე ხა შენ ხო რეალურად მანდ არ კოდს შენ მანდ არ დააწერინე. რაღაცა ძალიან რთულ ტასკებს მაგას შენ არ მისცემ, ხო? და მაგიტო ვამბობ რომ მე მგონი Apple-ის იდეა რომ ეგ on device LLM-ი გაეშვა, იყო ზუსტად ეგ რომ ანუ თვითონ აგენტური behavior-ი მიიღო რა. იმიტომ რომ ძალიან მარტივია რა გადასცემ კითხვას და some tools. და ძალიან მარტივია რომ ამას მარტივი პასუხი აღიქვამს A B C რავი რომელი tools გინდა გამოიყენე შენ ტულები აქეთ გაქვს და რავი execution-ს შენ აკეთებ რა. აქამდე არ იყო შესაძლებელი და ისიც რა ქვია
თვითონაც ნახე, მაგალითად ან დღეს რა stage-ია იქ? ანუ ეს LLM-ები შეიძლება გამოიყენო, ხო? თუ ანუ ამ foundation library-ში ჩასვლის თორსტები. ფორნიკემ გაჭირდა მე მგონი. აბა, ისმის ჩემი ხმა. კი, ისმის ჩემი ხმა. უნდა თავიდან გითხავ და თავიდან გიო. შენი კითხვა ვერ გავიგე. ხო. ანუ ეხლა რა level-ზე ეგ ანუ ამ iOS 26-ში აი რა ფიჩერები შეიძლება გამოიყენო რა. ანუ iOS 26-ში ჩვეულებრივად შეგიძლია აქვს tool calling-ი აქვს. აქვს ჩვეულებრივად ანუ ჩვეულებრივად აი OpenAI-ის SDK რო აიღო, რა tool-ებს გადასცემ, რო შეგიძლია temperature-ო შეგიძლია მიუთითო. ანუ ჩვეულებრივად აი ყველაფერი გაქვს. არის უმარტივესი API აქვს, აი უმარტივესი API აქვს და მუშაობს ჩვეულებრივად, ანუ აგზავნი, გიბრუნებს, პარალელური execution-იც აქვს, თავის cache-ი, თავის agentic framework-ი მოყვება. ყველაფერი შეგიძლია გავიგოთ. ერთადერთი არა აქვს web search. მაგრამ რადგინა web search-ი, როცა გაქვს tool calling-ი რა, თუ web search-ი დაგჭირდება, შენ თვითონ გააკეთებ მაგას შენ მხარეს. და რაღაცა უკვე მაგის library-ებიც გამოდიოს, რომ ანუ web search-საც ანუ თვითონ tool-ად გადასცემ web search-ს და თვითონ ჩათვლის საჭიროდ რომ არ აქვს საჭირო ინფორმაცია web search-ში და მე უკვე შენ მხარეს დაარისერჩებ, იმიტომ რომ Safari-ს SDK გაქვს და შენ მხარეს დაარისერჩებ და მე იქიდან დაბრუნებული response ისევ აჭმევ უკან და ანუ ჩათვალე რომ web search-იც უკვე გაქვს რა. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია რომ ამ თვითონ foundation მოდელებს ეძახიან მაგას. ყველაზე მნიშვნელოვანი foundation მოდელებს აქვს ავტომატური წვდომა თვითონ Apple-ის native feature-ებთან რა, როგორც არის მაგალითად app intense ეძახიან აი Siri-ს მაგალითად როგორც და შენი აპლიკაცია რო დააკავშირო რა. ინტენტები უნდა გააკეთო widget-ებთან უკვე native კომუნიკაცია Apple-ის widget-ებთან და shortcut-ებთან რა. და shortcut-ები არის ამ ჩემი აზრით ყველაზე underrated feature-ი, რომელსაც 90% ვისაც iOS-ი აქვს არ იყენებს რა. და მაგ shortcut-ებით იდეაში ძალიან საინტერესო რაცებს გაკეთება შეგიძლია, მით უმეტეს LLM. ესე საინტერესო ან shortcut-ები ძალიან არაეფლური პროდუქტია. აი და იმიტომ რომ აი Apple-ის default user experience-ზე ძალიან დიდი გაცვლა აქვს ხოლმე და ეს shortcut-ები არის პირიქით, ანუ developer-ული tool-ი რა, აი ყველაფერი შეგიძლია გააკეთო, მაგრამ ჯერ უნდა ისწავლო რა, რომ რაღაცა გავაკეთო. მეც კი და რაღაცები დამიკეთებია, აი როლსებ დამიგუგლავს და ამოვგდია რომ ამით შეგიძლია გააკეთო და უცებ მომიგვარებია background-ის მოშორება ფოტოზე არ ვიცი საერთოდ by default დამოთ. მე მაგ მაგალითად ჩვენს YouTube-ზე დამჭირდა. ხშირად მჭირდება ხოლმე რომ ბიჭები ჩვენ production-ი რა გვიგვიყვებს ხოლმე thumbnails რა. მინდა ხოლმე რომ მე ტელეფონი ძირითადად მაგ დროს ანგზაში ვარ ხოლმე და ტელეფონთან ვარ ხოლმე და მინდა ხოლმე thumbnail-ის ფოტო მქონდეს ხოლმე და ადრე შევედი ხოლმე რაც browser-ს ვსვენდი იქ რაღაც URL-ს ვაგდებდი რაღაც საიტზე და მე thumbnail-ს ვიწერდი და ძალიან მარტივად ძალიან მარტივი shortcut-ი მაქვს გაკეთებული, უბრალოდ URL-ი უნდა მოკოპირო და clipboard-ში ჩავარდება, მე უბრალოდ ერთი shortcut-ი მაქვს, რომელიც ავტომატურად იწერს YGLP-ს იყენებს, YGLP არის terminal tool, რომელიც YouTube-თან აქვს ყველანაირი ინტერაქცია. და Zishell-ი მაქვს კიდე iOS-ში. და იმ Zishell-ს იყენებს, YGLP-ს იყენებს და ერთი shortcut-ებით client thumbnail-ი თან გაქვს რა. და ვიღაცას კიდე სადღაც ვიპოვე ეგეს დავაყენე. აი გრამარის შევსების ქირურგინა გაფიქსულს რო წერ ტექსტს რა. F5-მა კიდე ამატა rewrite თავისი, მაგრამ ეგ ბევრგან არ არის რა, იმიტომ რომ სადაც native keyboard-ი არ არის, ვიღაცის text field-ში თუ ხარ, მაგალითად input-ში შეიძლება არ თქონდეს ეგრა და მე მაქვს ეგრე shortcut-ი გაკეთებული, რომ მოვაკოპირებ, clipboard-ში ჩავარდება და shortcut-ს რო დავაჭერ OpenAI-სთან მიდის და ეგრევე უკან მიბრუნებს შესწორებული გრამარს, რაც system prompt-ი მაგ გაწერა. და ისეთია რა, ძალიან underrated feature-ია რა, შენ ბევრი არ იყენებს, მაგრამ ძალიან ბევრი საინტერესო რაზი გაკეთება შეიძლება. მაგრამ rewrites მარტივად საკმაოდ ვიყენებ რა. ნუ იდეალური UX-ი არა, ალბათ შეიძლება shortcut-ებით რაღაც keyboard shortcut-ზეც დავაყენო თეორიულად, მაგრამ საერთოდ მაგის API რო არსებობს ცალკე მაგაზეც თანახმოვარ, რომ extra moნიშნავ რაღაც keyboard shortcut-ით გავგადააკეთოს რა. ნუ საინტერესო ამ basically ეს shortcut-ები აი N8-ი რო არის ეს პროდუქტი. ან ეხლა რო OpenAI-მ გამოუშვა ეს agent filter-ი,
ანუ აი ეგეთი დონის software აყოლ LLM-ის გარეშე აქამდე და იდეაში მაგაში შეუძლიათ ხო ანუ ჩააშენონ LLM-ს და კი თან ახლა ის ხო დაამატეს რა ქვია action ღილაკი დაამატეს აქეთან მხარეს ახალ device-ებში და ამაზე შეგიძლია მიაბა ის რა ქვია shortcut-ები და მე შეგიძლია გააკეთო მაგალითად ხო ერთი shortcut-ები მევა მაგრამ შენ შეგიძლია გააკეთო shortcut რომელიც იქნება shortcut launcher სხვა shortcut-ების და შეგიძლია მიაბა ეგ shortcut launcher-ი რა და ერთი მიჭერით სხვადასხვა shortcut-ს აირჩევ რომელიც უკვე გინდა რა ამიტომ მაგარი ფიჩერია იდეაში და მაგარი ანუ ბევრი რაღაცა კომბინაციის გაკეთება შეიძლება რა გადაწყობა გადამოწყობა და ხო მაგრამ იმაზე ეგ მინდა რაღაცები რომ უფრო პატარა მოდელებზე ხო go ahead ანუ ეხა Samsung-ს გამოუშვა ცოტა ხნის წინ სპეციალურად ეგეთ პატარა მოდელი ნუ ალბათ თავიანთი galaxy-ებისთვის რა მაგათაც და მე ხსოვარ ხნის წინ არის ერჩევდი აი ეს prompt optimization-ის ამებს რა ანუ რაღაც library-ები არსებობს რომელიც რაღაც ალგორითმულად ის როგორც შენ წერო შენი პრომპტი თვითონ რაღაც LLM-ის გამოყენებით აქტიურად იგივე ოპერაციებს აკეთებს ასაც თვითონ deep learning-ის დროს რა და მაგით შეგიძლია რომ რაღაც ძალიან ჭკვიანი LLM-ით შედარებით სუსტ LLM-ს აი როგორც ვარიანტი ეგეფისა იმას ხაინდა ასწავლო ბრწყალებში პრომპტში რა გააკეთოს რა იმიტომ რომ უყურებდი რა output-იც აქვს რა მაგალითად ეგეთი ამოცანა იყო რომ რაღაცა მისცემდი რაღაც კუთხეს ისრის და გამოიწვია რომელი საათი იყო თუ რაღაცა და ან ჭკვიანმა LLM-მა ალგორითმებით დაუწერა რომ ოკეი ანუ ჯერ ქენი ეს მე ქენი ეს და მე შედარებით ასე თქვათ ნაკლებად ჭკვიანი LLM-ის საც შეუძლია რომ რაღაც მარტივ ალგორითმს მიყვეს რა მიუხედავად იმისა რომ თვითონ ვერ მოიფიქრებდა რა ალგორითმს ანუ ადამიანებზეც რო იგრი გადაობა მაგრამ ეს კი ანუ უკვე რო აქვს ალგორითმი რა მიყვება რა ამას რაც ისიც შემიცვალა რომ აი მე როგორ წერ პრომპტებს რა აქამდე უფრო ისო წერდი ხოლმე რომ აი ეს ქენი ეს არქნა ეს ქენი ეს არქნა და ეხლა სულ ისო წერო რომ აი ალგორითმებით აი კოდს როგორც დაწერდი რომ ძალიან workflow-ს ავიწრო რა და ამიტომ მე ის სტაგნაცია არ გაქვს ხოლმე ძალიან ბევრ დროს რო ხარჯავ ამ პრომპტის წერაში მაგრამ მაინც რო დებილობას გააკეთებს რა ან დრო არ გენერირებს აი კოდის წერის დროს ხო აი კოდის წერის დროს ისე არ წერდი იმდენად დიდ პრომპტებს ნუ ხო ანუ წერ ხოლმე რაღაც სპექს მაგრამ ხო ანუ ხშირად აი რომ აი დიდ რაღაცას დავწერ და აი საერთოდ სულაც გააკეთეს მაგრამ მე მაინც kind of bone დაკარგული არ არის დრო იმიტომ რომ მე წინ დავყოფ ხოლმე ჯერ მე ხო გავიაზრე სანამ ის დავწერე მე დავყოფ ხოლმე მე ამ ბოლო დროს ეგ დავამოღამე რომ ანუ რაღა მენანება დრო და ანუ try shots ვაკეთებ რა იქნებ და one shot-ს რა და ძალიან მარტივად ვეუბნები prompts და ნუ თუ არ გააკეთა მე მიყვებიდო ძალიან ბევრჯერ ყოფილა რომ აი სპეცები გამიკეთებია MD ფაილები გამიკეთებია იქ მე ერთმანეთში გადავარებენსე ძალიან ბევრი დრო დავხარჯე რა და over engineering-ში გადამივიდა უკვე იმდენ ხანს ვხარჯავდი ამ იმისთვის დროს და მე მივეცი პრომპტი სხვა რა გამიკეთა და თქი არა ნუ ისე მიჩვენია ნელ-ნელა ნუ რავი გამიკეთებია თან მე არ მიყვარს ზოგადად აი ხა Twitter-ზე ხო შეხედი ხო აი AI მასტერები რო არიან რა ვიცი აი ყოველდღე რო ახალ აგენტს წავენ და რაღაც მე არ ვარ რა ეგეთი იმიტომ რომ გადამდის მე ძალიან პერფექციონიზმში და მთელ დროს ვღარჯავ იდეაში მე ამ ეგ ხო არ არის ჩემი საქმე რა ჩემი საქმე სხვა რამეა და ეხა რავი ეს Thorsten Bells-ი ვინც არის ხა AMP-ში ვინც მუშაობს იმან აკეთოს ეგეთი რაღაცები რომ ის მაგის actual job-ია მე მირჩევნია რომ ეგ ძალიან კომპლექსურობაში არ გადავარდე და რავი შევადარო ჩემი იმით ამიტომაც მაგიტოა რომ cloud code-ის გარდა არაფერი არ მიცდია მე მგონი ესე AMP ვცადე მარტო კოდექსი დღემდე არ მიცდია კურსორი არც ჩამირთავ არადროს აი cloud code-ის მამე user-ი ვარ სულ თავი როგორც კი გამოვიდა მაშინ მე დავითრიე და იმის მერე cloud code-ს არც მომცემდი მე სხვა შორის თორნიკებს ვკითხე ძალიან მაგარი ტიპები მოცა თავის cloud code-თან დაკავშირებით და მე რა კითხვა მაქვს ახლა თქვენთან ყველასთან რა მეც უკვე 2 თვეზე მეტია აქტიურად ვიყენებ cloud code-ს ანუ რა პროგრესი თუ შეამჩნია თვითონ cloud code-ში რა რაღაც ახალი კომენდები კი დაემატა მაგრამ ჩემთვის პირადად რაღაც ისეც მე ვამშევ ერთადერთი ყველაზე კარგად ის მუშაობს რომ მე რასაც ვეუბნები ძირითადად რაღაც დიდი ანუ CLI-აპს გულისხმობს რა თვითონ როგორ ხო
ჰუკები არ მithდია სხვათა შორის. აი მაგალითად მე მაქვს რამოდენიმე ჰუკები გაკეთებული რა. და მაგალითად სხვადასხვა საუნდები მაქვს დაყენებული სხვადასხვა სახის რესპონსებზე. და თუ მაგალითად კოდის რესპონსია რა, პირდაპირ სხვა საუნდი მაქვს, მაგალითად თუ ტექსტური რესპონსია, თუ permissions-ი თუ სხვა საუნდი მაქვს დაყენებული. და ეს მე იმიტომ მჭირდება, რომ მე იმას ვიყენებ, window tiling manager-ს ვიყენებ და პრომპტი რომ მუშავდება, არასდროს არ ვუყურებ იმას რა, ანუ აქ არა ვარ გაჭრებული. უეჭველ სადაც ვარ გადამხტარი რა და ან worth-ია გადმოხტომა ისე უკან ან არა რა და მოხმით ვიგებ. მე არის კიდე რომ თვითონ კოდის ფორმატირება რა ფორმატში გაჩვენოს. იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში შენ რო კოდს არევიუებ, CLI-ში რო გაძლევს კოდს, შენ ხო ედიტორში არ უყურებ კოდს. ანუ ტერმინალში უყურებ კოდს რა და არევიუებ, ანუ გინდა თუ არა ეს დაგიმატოს, დაგიედიტოს რა და მან მაქვს ის ჩემი პრეფერენსი. მე მაგალითად იმას ვიყენებ. ტაბი მაქვს ორ სპეისად გადაკეთებული. აი ინდენტი რა, რომ დიდი ადგილები არ დაიკავოს, ეგრე ვარ მიჩვეული და რაღაც მაგაში ვიყენებ, რომ ფორმატირების საკითხებში ვიყენებ ჰუკებს. დანარჩენი ხარ ისეთი ფიჩერი რაღაცა. მაგალითად Ghost-ში არის დამატებული, ოღონდ არ ვიცი ხა სხვა ტერმინალში, მაგრამ Ghost-ში თუ იყენებ კოდს რა, რაღაც loading ახალ macOS-ზე ეჩქდება რაღაც დამატებითი ფიჩერები რა. და თან Ghost-იმ დაამატა command palette-ი. რასაც შეგიძლია ეგრევე command palette-ები გაუშვა რა, command-ში ვიპეთი. და ეგ შეგიძლია მე code code-თან გადააბა ძალიან კარგად რა, ანუ პირდაპირ მაგალითად command palette-ს უთხრა, რომ ახალი, ანუ მე ვაკეთებ ხოლმე ეგრე რა, მე ეგრე მაქვს, რომ იმას რა ქვია, ტერმინალში მაქვს გახსნილი ZLG თუ იცით, ანუ Tmux-ის ის არის რა ქვია, თანამედროვე ვარიანტი, ZLG-ში მაქვს 3 window, ერთი და არის Tmux-ი რო გითხრა რა. Tmux-ი არის ჩემი ენით რა მჭირდა 10 წელი რომ გამიგო რა. შენ გავიგე, რომ დამჭირდა რომ აი ამ code-ის რაღაცა გამივხვდი რომ მე მგონი ამაში გამომადგება რა, ეგ დონეზე ვიცოდი და რაღაც კონფიგურაცია აქვს. მე ძალიან მე აი არ მიყვარს ხოლმე რაღაც თულების ძალიან expert level-ზე სწავლა ხოლმე ერთადერთი NeoVim მაქვს ეგრე ნასწავლი. დანარჩენი არ მიყვარს, იმიტომ რომ მე ძალიან იმას შვები რა, ჰოლის ხდება ხოლმე ჩემთვის თულები. მე მაგას ჩხუბობ და ვიღაცებთან ვკამათობ ხოლმე და ეგ არ მივხვდი რომ მაგარი მაზიანებს, არც არ მარკებს თულებზე ჩხუბია. და Tmux-ი ჩემი არის ინგლისურად ამოვიდა ეს ძახია, მაგრამ ჩემი ესე გლეხურად რო ავხსნათ, არის შენი ტერმინალ სესიების მენეჯერი რა. შეგიძლია რამოდენიმე სესია გახსნა, დასწლიტო. და იდეაში Tmux-ის შექმნა განაპირობა იმამ, რომ როცა Tmux-ი შეიქმნა, ტერმინალები არ იყო ტექნიკურად ძლავრი. ანუ ფიჩერები არ ქონდა ტერმინალში, მაგათ არ შეგეძლო ტერმინალში ორი split window ქონოდა და იქ რაღაც გეკეთებინა პარალელურად რა და Tmux-ი მაშინ ძალიან მაგარი ისყოდა. ეხლა მაგალითად ნებისმიერ იმას რა ქვია, მე მგონი თანამედროვე ტერმინალს, ნუ მე Ghost-ის ვიყენებ, შეგიძლია დასწლიტო სესია და რამდენი სესიას გინდა გააკეთო, მაგრამ ამავდროულად Tmux-ს აქვს ერთი მნიშვნელოვანი ის, რომ შეგიძლია სესიები შეინახო ისტორიით და მაგალითად სახში მქონდეს რაღაცა Tmux-ის სესიები გახსნილი და მე წავიდე სამსახურში და ამ სესიებს ისევ დავუჯოინდე და აღვადგინო ის სესიები გზად რა. ამისთვის ვიყენებ მე ძირითადად Tmux რა, რომ Tmux-ს ZLG-ს ვიყენებ ხა, იმიტომ რომ უფრო Vim-ის key-binding-ები აქვს და ბევრი setting-ი არ ჭირდება რა, როდის გადმოწერ, გაუშვებ და მუშაობს. ხო და კიდევ უფრო არატერმინალურად რო ახსნა, მე როგორც ავხსენ ცოტა ხნის წინ ვიღაც, აი VS Code-ში როგორ კან კურსორში ტერმინალი გახსნილი და შენ dev server-ები და რაღაცები და update-ი რომ მოგივა და არა update-ებ, იმიტომ რომ აუ ეხლა მე ამ ტერმინალებს თავიდან რა ჩართავს რა. და ანუ აი მაგასაც გიხსნის რა, ანუ ეს თვითონ ცალკე პროცესში ინახავს ამ შენ იმებს და სანამ კლოდი დაამატებ და თუ გახსოვთ continue რო არ ქონა. პირდაპირ continue ხო არ ქონა და მე მაგისთვის ძალიან მაგრა ვიყენებდი რა, რომ რამდენიმეჯერ ვიღაცებს ენანებოდათ ხოლმე, რა ვეხა ეს სესია უნდა მოკვდეს და მე ZLG-ში მქონდა გახსნილი continue session შეულებრივად ჰაკავდი. მე continue რო დაამატეს ემე. ვეღარ ვიფლექსავ. მაგრამ ხო რა მაგისთვის ვიყენებ და მე ZLG-ში სუმა გახსნილი, ესა მარცხნივ მაქვს ესა კოდი გახსნილი. NeoVim-ი, ზევით მარჯვნივ მაქვს კოდი გახსნილი და ქვევით მარჯვნივ მაქვს გახსნილი ისა LazyGit.
LazyGit არის აი Git-ის ის რა, source control zone UI რა. და ამიტომ სულ ეგრე ვიყენებ ხოლმე რა. და ძირითადად რო თქვა რომ cloud code-ის CLI ფიჩერებს ეხა ძალიან UI-ს გითხარი. იმიტომ რომ UI არის terminal user interface რა, სადაც შენ არ გჭირდება რომ writing-ები შეიყვანო ბრძანებები მაშინ ტერმინალში, მაგრამ გაქვს key-binding-ები და დადიხარ ზევიქვევით, input-ი გაქვს და რა key-binding-ებით ახდენ terminal session-ის controls. და არა სტანდარტულად რომ ტექსტი უნდა შეიყვანო რა, უბრალოდ key-binding-ები გაქვს და მინიმალური UI გაქვს, რითიც სული რაღაც. ესე open code-ის UI თუ ნახე, უკვე მინიმალური აღარ არის რა ტერმინალში open არა. code ძალიან კომპლექსური გახდა უკვე და მაგის თავარი კონტრიბუტორი მყავს Twitter-ს დაფოლოვებული და უკვე აღარ მომწონს. თავიდან მომწონდა ეს simplicity ძალიან ისწორად დაცული და. რა open source-ია და შეიძლება ყველა შეუძლია ჩაიხედოს და ნახოთ რა ხდება. ძალიან საინტერესო ეცინი აქვს. მე და გიოს დავკავდით ახლა მაგათ თულებს. მეგონი შეიძლება აჰა. მაშინ. ისე შემნანუ დაახლოებით შემნაირის ეტაპი გაქვს, იმიტომ რომ მე უბრალოდ ნაკლებად ფენსის ეტაპში მაქვს, ანუ კურსორში მაქვს გახსნილი, აი სადაც ედიტორია, მაგ ადგილას ძირითადად კოდი, ედიტორის ადგილას გვერდით პატარა იმაში მაქვს ხოლმე კიდე კოდი და აქეთ მაქვს Git-ის, ან LazyGit-ის, მაგრამ თვითონ VS Code-ის Git-ი რაც არის რა, იმიტომ რომ ძირითადად მან დააჭერდა მაგნახულობ შეხებს და ის ხაშორით მეც ავიყენებ რაღაც ისეთ ფიჩერებს რა, ანუ ძირითადად ვიჭერებ, ვიყენებ plain mode-ი, თავიდან მაგით ვიწყებ ხოლმე ყოველთვის. plain mode-ი აი გამოჩე, ყველაზე მაგარი ფიჩერია მეგონი. ყველაზე ხშირად ვიყენებ plain mode. აი ხაშორით open code-ს აქვს, შენი mode-ების შექმნა შეგიძლია. ის good რა, რაღაც prompt შეიძლება და შეუწყო და რაღაც რა. მაგრამ ნუ plain mode-იც კაია, იმიტომ რომ დაარევიუებ, რომ რა შემოგთავაზებს, ანუ ბევრად უკეთესი output-ი აქვს, ვიდრე რომ პირდაპირ გავუშვა, ვინდა ააკეთე. iterაციულად აწვალო რა, ეს არ უნდა და ბოლოს მაინც გაჩისწავს. ო. და იგიც ისე ხო ფიქრობდი, რომ აი ამ ჰაკათონზე რა, ანუ იმეს რომ უნდა კონდეს თოქი, როგორ გამოვიყენოთ ეს agent-და, უბრალოდ რომ ფიჩერები და მეც ვუყურებდი, აი სხვადასხვა ერთია, 5 სხვადასხვა თულის ყველა ფიჩერი, მაგრამ ეგ არავინ არ იცის მეგონი, ჯერჯერობით ყოველდღე რაღაც ახალს ნაუს. ეს sub agent-ებს ხო არ იყენებთ? კლოდის ანუ გუშინ კითხულობდი მაგას რაღაცას. მაგაზე მაგარი ისტორია მაქვს მე, ანუ ძალიან ერთხელს აი ეს შაბათ-კვირას დავჯექი, ჩემ ბავშვები მყავდა გაშვებული მაშინ დასვენებლად მარტო ვიყავი და აი მეთქი აი ხა უნდა გავაკეთო აი wall dream level ისა workflow და აი რამდენი sub agent-ი გავაკეთე, იცი? რაცა Twitter-ის პოსტერი, reviewer-ი, არქიტექტი, რაღაცა DevOps-ი, ყველაფერი გავაკეთე რა და ეხლა რომ განახო, აი ძალიან ბევრი, ერთი 30-მდე sub agent-ი მაქვს გაკეთებული და აი დაბოლოს თუ გამოიცნობთ რამდენჯერ გამოვიყენე. ორჯერ. ორჯერაც მეგონი ორჯერაც არ მაგრამ ერთხელ slash-ი დავწერე და მეთქი აბა მოუნიშნავ მე და ბიჭო მე მივხვდი რომ აი ნახე რეალურად ეგ sub agent-ი არის system prompt-ი. ანუ მე არ ვიცი შეიძლება მე ვწდები ტექნიკურად ვერ ხვდები, მაგრამ რეალურად ეგ sub agent-ი არის რომ მე რო cloud MD-ში რო დავწერო, მე რაღაც დიდი system prompt-ი რო დავწერო რა. ანუ რა იგი ვერ გამოდის, ანუ imagine you are ანუ მე მგონი მაგ ერთადერთი ხო, იდეურად მე მგონი იგივე იქნება, უბრალოდ ერთადერთი არის რომ ანუ kinda ქვე პროცესები რომელიც რამდენიმე პარალელურად შეიძლება ერთად იყოს გაშვებული და ანუ აუცილებელი არ არის რომ იმენა ესე sub agents კონკრეტულად სახელით მიმართ რომ შენ ეს გააკეთე based on your რაღაც inquiry რაც არის თვითონ რომ მაგალითად თავარი კლოდის პროცესი დაიძრას და sub agent-ების გაიშვას ალბათ ეგეც არის. ხო, უთხრა რომ ის გამოიყენოს პარალელ ელემენტები და თვითონ sub agent-ებს მონიშნავს და გამოიყენებს. მაგრამ მე ისე ვიქჩავდი ვარ რომ მე მაგალითად ისე მიქჩავდი, ანუ აი მე არ მიყვარს ხოლმე აი ტექნოლოგიის თვითონ rabbit hole-ებში ჩასვლა რა, იმიტომ რომ მე ვიკარგები. იმიტომ რომ აი ხა მაგალითად ეგეთი პრომპტი რო გავუშვა და sub agent-ებმა რომ ისეთი რაღაც არ დამიგენ, ანუ აგენტმა რომ ისეთი რაღაც არ დამიგენ, რაც მე მინდა რა. ჩემი ფიქრი ეგრევე იმისკენ მიდის, რომ ვიქნებ ჩემი workflow არის ისეთი კომპლექსური, რომ მე დავუშვი სადღაც შეცდომა და მაგით არ დამიგენერია ისეთი რესპონსი, როგორც მე მინდოდა და უნდა წავიდე ხა მაერ და მაგ sub agent-ებში ვეძებო, აბა რამე system prompt-ში ცუდი ხო არ მაქვს გაწერილი რა. და ეგ მე იმდენ და ბევრ დროს მაგავარ გიმნებს, რომ შედეგზე ვერ გავდივარ რა. თუ გავდივარ კიდე ძალიან დიდი effort-ი მაქვს შედევდი, ისე მირჩევნია, რომ
როგორ მარტივად გამიკეთოს და თუ არ იმუშავა, ვიცი რომ ან მე უთხარი პრომპტში რამე არასწორად, ან უბრალოდ რავი რეიტერაცია ჭირდება, ან კომპაქტთან ძალიან ახლოა ჩატი. იმიტომ რომ დაიკომპაქტდება ჩატი, მე ვაფშე ჯობია რომ ახალი სესია გააკეთება. ნუ აზრი არა. კარგავს ყველანაირ ძალას. მე მაქვს ერთი კითხვა კოდზე, ანუ თან UI-ზე რაც ვცადე, მე ვერ ავამუშავე კოდზე, ანუ ძალიან დამტანჯა რა და შენ სულზე ხო, რა გამოცდილება გაქვს მაგაზე? ხო, აი ზოგადად ჩემი გამოცდილება ძალიან ცუდია, იმიტომ რომ კი არა რომ კლოდ კოდია ცუდი, იმიტომ რომ მე ჩემი ეკოსისტემა სადაც მუშაობ ის არის ცუდი. Swift-ი ზოგადად ყველაზე ცუდად მუშაობს AI-სთან და Xcode და Eclipse-ის, იმიტომ რომ ნახევარზე მეტი სისტემები ჩაკეტილია და კოდმა არ იცის როგორ უნდა იმუშაოს. ეხლა მაგალითად ყველაზე დიდი სირცული რა არის? Xcode 26 რო გამოვიდა, ანუ და ჩააშენეს თავიანთი ესა რა ქვია, აგენტი ვითომ, რომელიც შეგიძლია ან კოდექს დაუკავშირო, კოდექს რა OpenAI-ის დაუკონექტო, ან Anthropic-ის. და იდეაში კოდივით ან კურსორს როგორც აქვს რა რაღაცა ეგეთი ტიპია, მაგრამ ყველაზე სირცხვილი ის არის რომ ამ წელს გამოსული iOS-ის და Apple-ის API-ები რაც არის რა, ამ ეხლა რაც გამოვიდა, ეგენი არ იცის. ანუ წარმოიდგინე ტიპები უშვებენ პროდუქტს, სადაც თავარი ფიჩერი რომ AI ჩავაშენოთ, მაგრამ საკუთარი პროდუქტები არ იციან რა და მე რაღაც დააფიჩერეს რომ რაც პრე-ტრეინინგივით გააკეთეს თითქოს და თითქოს იციან. მაგრამ მე აღმოჩნდა რომ Xcode-ის show content-ში რომ შეხვიდე, ცოტა რომ მოძებნო რაღაცები, უბრალოდ system prompt-ები აქვს გაწერილი იმისთვის რა ქვია და დოკუმენტად სპეცები აქვს გაკეთებული რა, როგორ გამოიყენო API. ამიტომ ჩემი გამოცდილება მანდ არის საკმაოდ ცუდი, იმიტომ რომ მთლად ესე კარგი UI-ს ვერ აწყობს, მაგრამ ეხლა თუ ნახეთ Figma-ს და Claude-ის კოლაბორაცია მოხდა, შეგიძლია Figma-ში დააკოპირო მთლიანი ის რა ქვია დიზაინი, copy clipboard-ი გაუკეთო, მე Claude-ს ჩაუგდო და ის აგიწევს. და მაგან ბევრად უფრო გაუმჯობესა რა. აქამდე რა ვშვებოდი, აქამდე ვასკრინშოტებდი ხოლმე და screenshot-ს დუდუ შენ ხომს გავსაფასეს აკეთებ. კი, ეგრე ვაკეთებდი. მე ის ვცადე Figma-ს MCP. კოდში. აი მე ვაფშე MCP-ებზე ძალიან ისევა რა. MCP-ებზე სანამ გადავალთ იმაზე რა ქვია, აი წევა რო თქვით ორნიკე, რაღაც უახლეს ფიჩერებზე ის არა აქვს რა, ანუ ცოდნა არა აქვს, გუშინ მოკლედ გუშინ წინ ვნახულობდი ინსტანტმა რაღაც დროის უკან გამოუშვა ესეთი, ასე ვთქვათ, CLI update, ზოგადად ფუნდამენტური update-ი, რომ CLI-ს შეიძლება AI, ანუ vibe coding-ით რო ინსტანტით მარტივად დააწყო რაღაცები, რაღაც npx create instant update AI რა. და მაგათ სიმებს შევხედე და ესეც ძალიან საინტერესო ის ყოლეთ რა Claude, ანუ Claude Code-თან ერთად default-ად რო ინსტანტი გამოიყენა და ClodeMD-ში ეწერეთ ესეთი რაღაცა, რომ you may have რაღაც instant information in your training set data, მაგრამ ანუ აი როცა ტიპი მაგაზე კითხავს, აი ამ ლინკებზე წადი რა llms.txt-ებზე ქონდა ჩაკოპირებული და გუშინ წადე ეგ LangChain-ზე და LangGraph-ზე ერთ ჩემ პროექტში. რო ანუ LangChain-ზე და LangGraph-ზე რაღაცას შეგეკითხებიან, ანუ შენი training data-დან კი არ ამოიღო იქ წადი რა llms.txt-ზე წადი და იქიდან იმას ქენი და ანუ actually it works much better რა, ძალიან საინტერესო ტოპიკი არის. და ერთი ამ კითხვას მაგრამ იმას ექნება llm.txt Swift-ის თემას თუ ჩაკეტილები არიან? That's not my problem. ეგ ზოგადად ძალიან ისეთი საკითხია. .NET-ს ვაფშე llm.txt მუშაობს .NET-ზე. .NET კონფერენცია აქვს ამოდიან. კი. და წაგებულებს უშევთ ხო? ეგ ძალიან საინტერესო მომენტია, იმიტომ რომ აი Swift-ზე ვინც იყენებს, მაგათთვის ეგ რაღაც პონჩი bottleneck-ია. ეხლა JavaScript-ზე ისეთი ვერაფერი ვერ არსებობს, რაც უკვე 1000-ში რა დატაიგდა და მაგ მხრივ ეს ასისტენტები ძალიან პროდუქტიულები არიან და აი სანამ ახალ მოდელს დაატრეინინგებენ ამ iOS 26-ის API-ით, მანამდე ვიღაც ტიპით wipe კოდერია, შეფულებაში უნდა გავიდეს რა. ხო, მაგას გეტყვი. ანუ განა iOS 26-ი, ეხლა მაგალითად 2023 წლის WWDC-ზე გამოვიდა ეგეთი მაკრო, მან დაემატა მაკროები თვითონ ენას და ეს მაკროები რაც აი Rust-ში, C-ში, Lisp-ში რაც არის, აი ზუსტად ეგეთი მაკრო დაემატა, მაკროების ფიჩერი დაემატა და ამან გამოიწვია რომ ძალიან დიდი ინფრასტრუქტურა შეიცვალა თვითონ ენაში და ეს Apple ხო ძალიან აწვება რომ Swift on server რა, თვითონ თავიანთი ინტერნეტ სერვერებისთვის მაგალითად ძალიან იყენებენ Swift, Java-ს იყენებდნენ აქამდე და ეხლა ეს Java-ს და Swift-ის ინტეგრაციები და მოკლედ რა ძალიან აწვევიან ამას.
მაგრამ AI-ს რო დღესაც რო ეუბნები რაღაცას რა, თუ არ მიუთითე ეს სიტყვით რომ გამოიყენე ესა და ეს ან მაკროები მაგალითად, ისევ აკეთებს ძველებურად რა 2023-მდე რაც იყო, იმ გზით აკეთებს რა ყველაფერს. ამიტომაც აი ძალიან ძალიან strictly უნდა გქონდეს კოდინგი, ძალიან ბევრი უნდა იმუშაო მაგაზე, რომ შენ პროექტზე გააკეთო. ასევე უფრო საინტერესოს გეტყვით, რამდენად useless-ია AI თვითონ iOS-ის და Apple-ის სამყაროში. ეხლა მაგალითად მე მჭირდება 3 აპლიკაცია იმაში რა ქვია, ტელეფონში რა. ერთი არის food tracker-ი, რომელიც კალორიებს შევიყვან და ძალიან მარტივად ამის. გან არ არის ეგეთი, უბრალოდ ყველა არის ძალიან კომპლექსური რა. გრაფები და არ მინდა ეგეთი, რა მარტივი მინდა და რავი, wipe pro subscription-ი. ან ხო და რაღაცები და არ მინდა რა ეგეთი და wipe coding შეგიძლია გააკეთო. ერთ პეიჯიანი აპლიკაცია უნდა შეიყვანო რა პროტეინი, ისა ცხიმები და ნახშირწყლები, ხო? ეგ მინდა, reminder-ი მინდა კიდე რომ რაღაცები გამახსენოს, ხოლმე მარტივად ძალიან. თუმცა უმეტეს iOS 26-ში დაემატა alarm კიდე და შეგიძლია notification-ებს კი არ მიაბა reminder-ი, ანუ იმინა როგორც alarm-ია ეგრე მიაბა და მესამე აპლიკაცია იყო ის რა ქვია, habit tracker-ი რა. Tinder-like habit tracker-ი მინდა გავაკეთო, სადაც ყოველ ღამე ძილის წინ ესე გადმოვასწრებ რა habit დავიცავი ან არ დავიცავი. მეთქი რა უნდა ამის გაკეთებას, ხო? ანუ ერთი პრომპტია, ეხლა დარწმუნებული ვარ, ეგეთი მარტივი აპლიკაცია რომ React-ზე ან რამე ნებისმიერ front-end framework-ზე დაპრომპტო, one shot-ში გაიგეთებს. სანამ ხელით არ შევქმნი პროექტი, სანამ ხელით არ შევქმნი პროექტი, ეგზამპლები არ დავწერე, ჩემით რაღაცა ისინი არ გავაკეთე, ვერაფერ, ანუ ვერ დაწერე, ხო ჯერ, რომ უთხარი რომ ესეთი პროექტი მინდა. ხო, ანუ ვერ დამივანშოთა რა, ვერაფერი რა. მე კი გააგრძელა კარგად მე რო გავაკეთე, მაგრამ დავანშოთებით ვერ დამივანშოთა, იმიტომ რომ აი ნუ საშინელი ის ინტერნეტ თულებია რა ის რა, ამიტომ ვერ ვიყენებ ეგეთ რაღაცეებისთვის რა, მაინც ვერ ვიყენებ კარგად. აი sub-agent-ებს რო ნახსენებდი რა, რა მაგაზე გამახსენდა. ეგ რო ეხა ცოტა ხნის წინ რაღაცას ვაკეთებდი და მეც ეგრე სკეპტიკურად ვიყავი რა, ცოტა განწყობილი sub-agent-ებზე და ნუ არ კიდეც ეხაც. და მეც ეგრე ვარ, არც მიცდი ამედასთაფება, იმიტომ რომ მაგრამ ჩემ ასეთი რომ გააძრო საკაფის кейსი რომ თურმე LLM-ს რო რაღაც personality-ს აძლევ, ეხლა თითქოს მაგას ძალიან ისე აღვქვათ უკვე რომ აი ჩვეულებრივია ყველა სისტემ პრომპტის დასაწყისში წერია რომ you are helpful რაღაცა. მაგრამ რაღაც personality-ს რო აძლევ, რაღაცა შეხარ რაღაც security compliance officer-ი ან რაღაცა. მაგას რაღაცა ის აქვს რა თუ დავდენ. რაღაცა ანუ რაღაც თავის იმას აქტიურებს და ესე და ამიტომ შეიძლება რომ შენ თუ მიუწერ თავში რომ you are an expert software engineer in Swift. შეიძლება იმუშაოს. მე Figma-ზე რო ამუშავებ, make no mistakes. You are best UI UX designer in the world. შეიძლება კონდეს გავდენა რა. ზოგადად მე აი ეგეთი თულებისკენ რატო არ იცი ის ან ცუდად განწყობილი და პესიმისტურად აი Google-მა თუ რო გამოუშვა თუ იცით ის Figma-like design-ებს რო გიგენერირებს Snatch-ი თუ რაც ქვია რა არ მახსოვს რა ქვია ანუ ეგ რამდენჯერად აი 4 ჯერ ვცადე რომ გამომიყენებინა და 4 ჯერ ვერ გამოვიყენე რა პროსტა არ მუშაობს რა ამიტომ აი დღეს აღარ ვენდობი ხოლმე კომპანიებს რომ იტყვიან რაღაც ფიჩერი გამოუშვი იმდენი ფიჩერია ზოგადად იმდენი რაღაც გამოდის გარშემო რა რომ ანუ ძალიან მარტივად შეიძლება შენი ის რა ქვია მთელი გონების გადაწყდა და მე საქმე აქეთ რჩება რა და მე მაინც მიჩვენია ხოლმე რომ აი ყველა ფიჩერი რაც გამოვა ან თუნდაც AI თუნდაც აგენტი არ ვიცი რა მნიშვნელობა რა ისევ აი გიორგისგან მოვისმინო ვიღაცისგან რომ აუ იმას იყენებ ძალიან მაგარია და თუ ეს ვერ მოვისმინე ვიღაც ჩემი ახლობლებისგან რა ესე იგი not worth to try რა იმიტომ რომ მაინც დროს დავყევო და შეიძლება არც მუშაობდეს ისე როგორც საჭირო ეხლა ძალიან განუსაზღვრო დროში ვარ რომ ანუ მაჩორის გამესაც მუშაობ ჩვენც რაღაც AI მოდულს ვაკეთებთ ხო და ძალიან ბევრ ფიჩერს შიფავთ ძალიან ვაწვევით და ვცდილობთ რომ ვიღაცებამდე მივიტანოთ მაგრამ მაინც შენ ვეფოყავ რაღაცა core functionality-ას რაც გვაქვს რომ დააგენეროს ვიზუალიზაცია და რაღაც data analysis აკეთოს okay მაგის polishing-ს ვაკეთებთ მაგრამ გარშემო რა რაღაც მილიონი ფიჩერი გვაქვს რომელიც როგორ მუშაობს ცი რომ აი
კედელზე რაღაცებს აყრი და ელოდები რა მიეწეპება, რომ მე თუ ვიღაცები შემოვლენ კლიენტები იქნებ შემოვა რომელი ფიჩერი უფრო მეტი მას გამოიწვევს რა tractions მაგას მე ჩაუღრმავდე რა და ეხლა აქაც მუშაობ ეგ გავანალიზე რომ აი ყველა კომპანია რა აი Twitter-ზე ასხედავ ყველაფერი ეგ არის რა ანუ ადრეც იყო ეგ გავრცელებული რომ აი თუ რამე იდეა გაქვს შექმენი landing page და ზედ გააკეთე ერთი input-ი რომ აი ამას ვაკეთებ და ჩააგდე შენი მეილი და მოგწე რა და არაფერი პროდუქტი არ იყო ანუ ეგ იყო ცნობილი ის რომ აი მაგით გააკეთე ვალიდაცია რა ეხლა მაგ შეგიძლია რომ ვაი კოდინგით ეგ რაღაცა მიიყვანო ის რაღაც MVP რაც იქნებოდა იმის 80%-მდე რა და ეგ sales ხალხისთვის ანუ sales-ის გაფრით თუ ძლიერი ხარ რა ეგ ძალიან ძლიერი თულია ჩემი აზრით რა რომ ვიღაცას მაგ ჰუკს აძლევდა მე თუ ვიღაცები გამოედო ასე თქვა მაგ იმას მე მართლა ნაგეთ რა და ამიტომ მე მაგალითად ძალიან სკეპტიკურად უყურებ ხოლმე ყველა ეგეთ აი ეს ემოციურ პოსტებს რომ ჰეი იცი რა გავაკეთე და ანუ ამჯერა ხოლმე რა ძირითადად 90% და გადამოწმებაც მეზარება ხოლმე და ძირითადად დროს დავყარებ ხოლმე და თუ ეხა ვიღაც ძალიან ისეთი ინჟინერი არ არის ხა მაგალითად ინსტანტმა რო გააკეთეს კოდის ინტეგრაცია კოდის რაც დავითი advertisement რო დადეს მაგას უყურებ იმიტომ რომ ვიცი ხა იმას სტოპას ესეები მაგაკეთებული და ეს მაგის favorite books-ი მაქვს და bookmark-ებული და იქნებ გიყოლო რა და ვიცი რომ ანუ ისეთი ტიპები არიან რა ჩვენაირი ხალხია და უყვართ რაც საკეთებენ მაგრამ აი Twitter-ი სავსე არის იმით რა engagement farmer-ებით რა და მაგათ აი დასაწყისში ვეცნობ ხოლმე მაგ engagement farmer-ს რა და უბრალოდ რაღაც მიყვები ხოლმე და მაგან შეიძლება გამოიწვიოს რომ ვიღაცა მართლა რაღაც კაი გააკეთოს არა იმას არც დავიკითხო და არც გავყვე იმიტომ რომ უბრალოდ აი იმდენი ფიჩერი გამოდის რომ ყველაფრით რომ დაინტერესდა ხალხი იმდენ რაღაცას აწყობს და ბილდავს რომ აი უბრალოდ შანსი არა მაშინ მთელი დღე უნდა იჯდე და უნდა doom scrolling-ით იყო დაკავებული მე მაგდენი ის არა guys მე მაგით ვკითხვა ვიდეო და მე დავსვი შენთვის რომ მეკითხა რაღაც ისე ანუ მე იმას ვფიქრობ რომ ხანდახან რაღაცა ძალიან კარგს რომ გავაკეთებ ხოლმე რა აი ხა რადგან ამ თემაზე ვმუშაობ რა ძალიან ისე არის რომ აი აქამდე რაც ვიმუშავია ყველაფერს კაი დავშიფავდით და მე ვიღაცები ნახავდნენ უფრო ნელა მიდიოდა თქოს და ეხა რაღაც AI თემა რო არ და რაც ყველას ძალიან აინტერესებს და რაღაც ახალ რაღაცებს რომ ვამატებ საკმაოდ მალე ვიღაცები ტესტავენ ხოლმე მაგრამ მიუხედავად ამისა ძალიან რთულია რაღაც კაცო დაშიფავ და ხალხი ვიღაცები წარმოგიდგენს შენი უკვე კასტომერები არიან ფულს გიხდიან მაგრამ მაინც რთულია რომ შენს ამ ფიჩერში ეს ახალი ფიჩერი რამეან გამოაყენებინო ტიპს რა თუ რაღაც ბაგი არის ყონა თვითონ არ გითხრა რომ გამიგეთქვა რა ეგეც კი არის და ახლა მით უმეტეს ამ ყურადღების გაფანტოში და ან ნიკა შენთან გითხვა რა თქვენ მაზეგი ან software service-ები აქვს და ან თუ ტესტავთ ეგეთ მარკეტინგ სტრატეგიას მაგალითად რომ მართლა გააქვს რაღაც იდეა რომელსაც გჯერათ მაგრამ თქო იმის რესურსი არ გაქვს თუ ახლა ფლივით 3 წელი აკეთოთ და მე გამოუშვათ ხო ან ყველაფერი არის რომ ფაქტიურად გარანტირებულად უნდა იცოდეთ რომ ერთი გადამხდელი იუზერი მაინც ყავთ რაღაცისთვის ხო და რომ ამ იდეაზე ამ დღევანდელი AI ტულების და თქვენი სკილების მეშვეობით მიიღოთ ეს MVP-ს ისეთ კონდიციამდე რომ დემო გქონდეთ რომელსაც მე ანუ რაღაცნაირად დაამარკეტებ რა და თან გლობალურ ბაზარზე რა არ გულისხმება აქ რაღაც ლოკალური ის თქვა რა ხო გასაგებია მივხვდი რა ხო ანუ ჰაკათონის მონაწილეებსაც საინტერესო შეიძლება იყოს რა იმიტომ რომ ბევრი ხება ახალგაზრდა იქნება რომელიც ჩვენზე უკეთიციან ეს Gen Z TikTok და ეგეთი მარკეტინგი რა რომელიც ძალიან მუშაობს რა ანუ მათ მარკეტინგის კონტექსტზე ალბათ ძალიან ღირებული პასუხის გაცემა არ შემიძლია, მაგრამ ერთი რაზეც ნამდვილად ნაფიქრი მაქვს რაღაც ჩვენ აუზეც გვაქვს გამოცდილი არის რომ ანუ ვიღაცები რომ დააინტერესო და MVP-ს პრო დემო გაუკეთო და ასე შემდეგ ეგ kinda ეგეთი დიდი ფრიქშენი მანდ არ არის ზუსტად იმიტომ რომ ანუ ზოგადად ჰაიპი და ზოგადი დაინტერესება რამხელაც არის მანდ მაგამდე მისვლა არის ძალიან მარტივი უბრალოდ მე as long as უკვე მაგალითად MVP-ზე ვიღაცა დაონბორდებული ყავს და აქედან რაღაც ძალიან mature software-ში კიდევ რომ გადახვიდე და რაღაც ასე ვთქვათ დასტაბილურებულ პირველ ვერსიამდე მიხვიდე რომელიც ანუ literally სერიოზულ პრობლემას წყვეტს რა მანდ არის ძალიან დიდი friction-ი იმიტომ რომ იმხელა expectation-ები არის ხოლმე ამან რაღაც ანუ
მოკლედ ეგ არის ყველაზე რთული ჯერჯერობით რასაც ვეჩეხებით ყოველთვის, რომ ან კლიენტების, ან პოტენციური კლიენტების მხრიდან უაზრო დიდი ექსპექტეიშენების მენეჯმენტი რა და როგორ უნდა გააკეთო ეგ სტრატეგია, ოდესე რომ არც ადამიანი გააქციო, რომ სისულელეს ლაპარაკობდა, არც ის რომ საერთოდ ყველაფერი გამოდის. და ანუ ამის უკიდურეს кейსი ერთ-ერთი რასაც ვეჩეხებით არის, რომ პოტენციალურად ტიპთან რომ მიდიხარ დროებრივ, რა ეს პროდუქტი მაქვს და აბა მოდი, ანუ აი ამ პრობლემას მოგიგვარებს და იმას ქენი რა ქვია, დატესტე რა. ტიპი გეუბნება რომ ოკეი, ბაზარი არ არის და მოდი ახლა ესეც ჩავამატოთ და ანუ საერთოდ სხვა რაღაცებს გეუბნება. არა, ანუ მაგალითად customer support bots ვაკეთებ მე და კი, ანალიტიკაც მინდა რაღაც, ანუ შიდა ანალიტიკას დავამატოთ და ანუ ეს რაღაც საზღვრები იმდენად გათაბნილი არის, იმიტომ რაღაც ჩატს რო ხედავენ ადამიანები, რაღაც ისა უცბად რა, თითქოს ყველაფრის მიწერა შეგიძლია, საერთოდ ყველაფრის და საერთოდ ყველაფერზე უნდა ირეაგიროს hype-ის კონტექსტიდან გამომდინარე. და აი ამ რაღაცების გამო ალბათ მაგით თქმა უფრო შემიძლია რომ MVP-მდე მისვლა not that hard, იმიტომ რომ რაღაც კონტექსტი ეგეთი არის, მაინც რომ ყველა საინტერესებს, ყველა დაგელაპარაკება რა. თუ რაღაც ნორმალურად შეფოთო, ყველა დაგელაპარაკება. და ნუ MVP-ის დადილივერებაც ეგეთი რთული არ არის, მაგრამ MVP-დან mature software-ამდე, ანუ აი ძალიან დიდი ის არის, რა ქვია რა. ძალიან დიდი friction და პრობლემა მარკეტზე აშკარად რა. და guys, მე ხა კითხვა ჩავაბრუნებ და წელანდელ ტოპიკზე დავუბრუნდები, იმიტომ რომ შემეძეთ მე ძალიან მაინტერესებს, იმიტომ რომ რაღაც cloud code-ის ეგეთი დიდი ხნის იუზერები არ ვარ, რაღაც ალბათ ბოლო 1 თვეა რაც დავიწყე ძალიან ინტენსიურად რაღაცების დარისერჩება და მაინტერესებს. ანუ მე ზოგადად ძალიან ბევრს ვფიქრობ ხოლმე, როგორ უნდა გამოიყენო, ანუ მაგალითად ჩემმა ინჟინერმა გუნდში ვინც მეყოლება responsible რა, იმიტომ რომ მგონია რომ ძალიან სერიოზული ტოპიკია რა, ანუ ძალიან მარტივია რომ ფეხი დაგიცდეს თუ რაღაც ასე ვთქვათ გამოყენების დისციპლინა არ გაქვს, ან რაღაც ფრეიმვორკი შემუშავებული. და ეგ მაინტერესებს, მაგალითად თუ გიფიქრიათ ზოგადად. ანუ აი კლოშენი დევაის გააფუჭო თუ? არა, ანუ AI ხო, ცუდი კოდი დაწერო რა, ან მაგალითად შეიძლება თუ კარგი კოდი დაწერო, მაგრამ არ გაიაზრო რა decision-ები გაკეთდა, რა trade-off-ები გაკეთდა, ანუ აი ბევრი slippery slope არის ხო მაგ პროცესში რა. და მაინტერესებს მაგალითად თუ გიფიქრიათ რეები არის და მეორე რაც მაინტერესებს არის თქვენი workflow როგორია, აი მაგალითად PR reviews-თვის თუ იყენებთ ან როგორ იყენებთ და ასე შემდეგ. რა ეგრე ჩავშალოთ და ძალიან საინტერესო იქნება. ესე იგი, მე მაგაზე ძალიან ბევრი მივიქრია, იმიტომ რომ ჩემი ძირითადი საქმიანობა არის ორ იმას ხარეს რა, ერთი არის რომ ტექსტში ვარ ტექლიდი და იქ ჩემი გუნდი და მეორე არის რომ ვარ სტარტაპში მთელი თავი გადაშვებული და იქ მარტო ხო და ძალიან დიდი ორი განსხვავებაა რა იქ მუშაობის პრინციპთან უკვე ტექსტში საკმაოდ დიდები ვარ რომ ბევრი პროდუქტი გვაქვს და ბევრი პროდუქტს ვაკეთებ და ეს responsibility-ც უკვე მაღლა იწევს ხო იმიტომ რომ დასაწყისში შეიძლება რაღაცები გავაჭო და დრო არ მარტო რა ვიყავი ბერად უფრო სწრაფად მუშაობდი, მაგრამ ეხა როგორ არის ნახე? ნუ ხშირი არის ესეთი შემთხვევები, რომ თვითონ ხალხი კოდს აგენერირებს და რეალურად მით უმეტეს ქართული რეალობა ხო იცი რომ აი ყველაფერი გუშინ არის საჭირო რა. და ესეთ შემთხვევაში ძალიან რთულია ხოლმე, რომ თვითონ რთულია რომ მაგ ცნობას გაუძლო. რომ ანუ ჯირაზე წარმოიდგინე გაქვს რაღაცა ტიკეტი. და როგორ შეიძლება ხა მაქსიმუმს გაუძლო რომ არ მოაკოპირო მთლიანი ჯირა და კოდს არ აჭამო. და არ დაელოდო რომ იქნებ დაავანშოთოს და ანუ გაიცხრილება რა უცბად. აი ძალიან რთულია რომ იგი არ გააკეთო და ჯერ შენ წაიკითხო ჯირას ტიკეტი და აბა გავიაზრო და არა რა მართლა ჯობია რომ იქნებ მოავანშო, მაგრამ მაგას ძალიან ბევრი რისკია. პირველი პრობლემა შენ თან არ გააზრებული კარგად. რა პრობლემაა? და ხშირ შემთხვევაში ჯირას ტიკეტს ხო წერს ვინ წერს ანუ ნუ ძირითადად არა ტექნიკური ადამიანები წერენ. ამიტომ ზოგადად ინჟინერის თამან ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა და ყველაზე დიდი კომიტმენტი მე მგონია რომ კითხვები უნდა დააყარო რა. მართლა ესია ამ შემთხვევაში როგორ ამ შემთხვევაში ყოველთვის მობაილში ეგრეა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი edge case-ი გაქვს მობაილში. ხო და ბევრჯერ ყოფილა რომ აი ხვდები რომ კოდ რევიუზე ხვდები რომ აი კოდი არის აშკარად წარედ დაგენერირებული რა და ანუ გააზრებული არ არის რა. ამიტომ მე მაინც თან ისიც ნახე თან რთულია რა მენეჯერის კუთხიდან რთულია. ეხლა იმასაც ვერ ეტყვი ადამიანს რომ არ გამოიგო. ხო ეხლა რაღაც იმაში ხო არა ვარ ანუ არ დაგუგულო და რაღაცა Stack Overflow-ს რატო იყენებ ადრე რო იყო ხო. მაგრამ ანუ რაღაცა უფრო რაღაც დისციპლინებულად უნდა გამოიყენო ჩემი აზრით და პირველ რიგში მაგის დისციპლინა ჩემი აზრით არის ის რომ არ კლოდი არ გაუშვა ტერმინალში
Cloud dangerously skip permissions. And I am flag-ით არ გაუშვა რა. იმიტომ რომ ეგ flag-ი აღარ გეკითხება არაფერზე, ანუ ეს ფაილი შევქნა თუ არა, ეს ფაილი დავაედიტო თუ არა. და მაგ შემთხვევაში, ანუ უნდა დაჭრე და წარმოიდგინო, რომ ხარ pair programming-ის აკეთებ. და pair programming-ის რო აკეთებ, შენი კოლეგა გთავაზობს რაღაცა კოდის snippets, რომელსაც აპირებს რომ ჩადოს. pair programming-ის დროს ადრე როგორ შვებოდით, ხო? ანუ ჯდებოდით და ამ კოლეგის მოწოდებულ snippets რო არჩევდი, კითხვებს უბრუნებდი და აბსოლუტურად ჩემი აზრით ესე უნდა წარმოიდგინო. რაღაც თუ არ მოგწონს უნდა შეეკითხო, თუ ვერ იგებ და რაღაც ისეთი დაგიგენე, რაც არ გესმის, უნდა კითხო, რატო, რისთვის აკეთებ ამას, სხვა ოპშენი ხო არ მაქვს. უფრო უკეთესი ოპშენი ეს ხო არ იქნებოდა დაწუნებული ხარ რომ SH case-ი გაითვალისწინე და ასე შემდეგ რა და თუ აი ესეთი ინტერაქცია გექნება აუცილებლად პრევენციას მოახდენ იმის რომ რაღაცა გაგეპაროს იმიტომ რომ ნუ წარმოგიდგენ შენ მე რომ მოგწე აი წარმოგიდგეთ რომ მე და შენ ვზივართ ხა pair programming-ში და მე შემოგეცი Swift-ის კოდი რომელიც შენ Swift-ი აი წარმოგიდგენ არ გაქვს Swift-ის მაგრამ თუ კითხვებს დამისმევ და მე ამ კითხვებზე სწორ აუთპუტებს მოგცემ გამორიცხულია რომ რაღაც არ დაგრჩეს რა 10% მაინც დაგრჩება რომ რატო რისთვის და რანაირად ხო იმიტომ რომ როცა გამოცდილი ინჟინერი ხარ რა ენა დიდად მნიშვნელობა არა ხო ამ თავი პრინციპი გესწრებს ხო და რაღაც ეგრე მგონია რომ ალბათ ეგ იქნებოდა ყველაზე კაი დისციპლინა იმისთვის რომ თან გაუაზრებლად დაშიკო რაღაც და თან ისწავლო და თვითონ კომუნიკაცია სწორი იყოს რაც შეეხება უკვე workflows ჩემი workflow აი კოდრევიურებზე მეშინია. ისევ იქიდან გამომდინარე, რომ ჩემ ეკოსისტემაში ყოველდღიურად ხარ რაღაც ვაკეთებ, აი პროფესიონალურად რაღაც ვაკეთებ, ხი გასართობად ბევრ რაღაც ვაკეთებ, მაგრამ პროფესიონალურად რაღაც ვაკეთებ. იმ სეგმენტში AI არ არის ისეთი ძლიერი ჯერჯერობით, როგორც უნდა იყოს. და კოდრევიუს დროს უბრალოდ მეშინია და მიწევს ხო, მაგათად ჩვენ გვაქვს ეგეთი GitHub action-ი გვაქვს კოდის და როგორც კი PR-ი გაიხსნება, ამ GitHub action-ს ვრანავ. ამ GitHub Action-ში GitHub Action-ი იყენებს უკნიდან კოდის SDK-ს და როგორც არგუმენტი ისე ეკითხება კითხვას და ის უბრუნებს. აქ მაგ სისტემურად გაწერილი რომ მაგალითად მარტო დააკვირდი სადმე არ იყოს რაღაც memory leak-ები, სადმე არ იყოს retain cycle-ი, კოდის სტანდარტები ხო დაცულია, naming-ებს დააკვირდი, რამე უკეთესი naming-ები ხო არ შეიძლება გავაკეთოთ. დააკვირდი ძალიან ქაოსური ფაილი ხო არ არის და შეამოწმე რაღაცა ლინტერის მსგავსი რულები მიწერია რა. ეს იმიტომ რომ თუ მე ამ scope-ს არ დავუსახავ, აი შეიძლება როგორი review დამიწეროს, იცი? აი ძალიან ისეთი რა, აი ორჯერ ხო, რა, აი ძალიან ისეთი, აი good you are using this one. და რაღაც ეგეთი რაღაცეები რა და ეს აშის ემოჯი. ხო, აი სერიალი მასკნის ხმაურს და არ ჭირდება რა. ამიტომაც პირველი მაგას გადავატარებ ხოლმე, რომ ეგ აი ძალიან ელემენტარულებზე დრო არ დავკარგო, იმიტომ რომ მე ვაფშე არასწორი მგონია რაღაცა სილამაზის გამო PR-ის დაბლოკვა ხოლმე რომ დაასწორე ეს ახალხაზზე ჩამოიტანე, იმიტომ რომ ეს სრულ ამაზია. ეგეთი რაღაცები არ მოყოლს და ჯერ ამას გადავატარებ ხოლმე, მე მაინც მივუკეთებ კოდ რევიუს და დიდად არ ვიყენებ რა ესე დიფლი რა. ეხლა რა ზოგადად კოდ რევიუზე მე რევიუზე მაგ ეკვა და ბარე მე ვიწვი ანუ თქვენი აზრით თორნიკოსის ბიჭების აზრით რა არის მიდგომა როცა აშკარად ეგეთ დაგნერებულ პიარს ხედავ და ეგ მოგდის რევიუზე რა იმიტომ რომ ეხლა ყველა ვიცით რომ დამწყები რო ხარ ყველა კომენტარი შენ პიარზე თქვა გდება გულში რა და მად თქვენ რა სტრატეგია გაქვთ რომ ძალიან ისეც არ გააკეთოთ რომ აი შენ ვაფშე არაფერი გაიკეთებია ყველაფერი კოდის გადმოწევრილი და ცოტა თან კარგი მიმართულებითაც რო გაუშვა ადამიანი ნახე მე ესე ვუყურებ მაგას რომ ძალიან რომ სტალინისტი და ის არ გავიჩიტო და ძველმოდური ადამიანი არ გავიჩიტო მაგას ესე ვუყურებ რომ აქამდე კლოდის მაგივრად ჩვენ გქონდა სტაკოვი და საერთოდ ვერ გაიგებდი ადამიანს სტაკოვიდან დააკოპირა კოდი თუ არა ხო რა მნიშვნელობა აი მოდი ახლა რეალურები ვიყოთ რა რა მნიშვნელობა აქვს ახლა შენ მე კოდს PR-ს გამიხსნი კლოდის დაგენერირებული კოდიდან თუ სიტყვაზე Stack Overflow-დან რომ იმენა copy paste-ით გადმოგიღო მთლიანი solution-ი. მაგაზე მე მგონი ისი გულისხმა.
მაინც პატარა. ხო, მეგონი შეც მაგას ამბობდიოდი შეგარწერ. ხო, ხო, ანუ იდეაში, იმიტომ რომ მარტო ერთი პატარა განსხვავება ის იყო Stack Overflow-ში, რომ one to one არ ერგებოდა შენ solutions. და მაინც გიწევდა რაღაცა use case-ების მოყვანა, რომ ის შენზე მოგერგო. და ასე თუ ისე მაინც გიწევდა იქ კოჩი გარკვევა რა. და ეხლა restriction-ი ეგ არის, რომ პირდაპირ შეგიძლია მოგცე და მე ეგეთ case-ში არ ვცდილობ, რომ ვიყო ძალიან ესეთი დოგმის ტიპი რა. თუ შევხედე, რომ ეგეთი ტიპი არის გაიხსნა, პირველ რიგში ვცდილობ, რომ გავერკვე თვითონ PR-ში. თანახე მანდ რაც უდი რაღაცა ცოტა ანუ ნახე მე შეიძლება კოდი დავაგენერირებინო AI-ის. საერთოდ არ ვნახო როგორ მუშაობს. ნახო ტესტი დრო, ანუ გავტესტო და ოკეია. და მე შენ გამოგიგზავნო, გადმოგესროლე ეს PR-ი. და მე შენი ვალდებულება იჩითება. ნუ შემი მოწმე. მეგონი იგი გული სხვა დუდომ, ხო? ხო და მაგაც ვამბობ რა და თან აი როგორც მე reviewer-ის ვხრივ რა. ცოტა რთულია რომ რაღაც ბალანსი დაიჭირო. მე ესე ვაკეთებ ხოლმე რომ თუ მივხვდი რომ კოდი აბსოლუტურად დაგენერირებულია და ვერ იმავსენი რა, აი მე თვითონაც ვერ გავყევი და რაღაც ქაოსია რა. close-ზე PR უბრალოდ მართლაც და რავია, ვეუბნები რომ არ არის ისეთი ანუ ბევრად მარტივად შეიძლება let's try again რა. და თუ ეხა მეც გავერკვიე მარტივია, კარგად არის უბრალოდ კომენტარებს უწერ რას შევცვლიდი. და მე მაინც უწევს იმას მაგ კოდში უკვე გარკვევა რა. უბრალოდ რატომღაც გვეუხერხულება ადამიანებს რომ ეგ პირადად უთხრათ რომ ეი დუდუ შენი დაგენერირებული კოდი ეს არის რა მოდი უფრო გაერკვიე და აბა მეტი ეფორტი გამოიჩინე. მე მგონი არ უნდა იყოს ეგ მოსარიდებელი რა, იმიტომ რომ შენი პასუხისმგებლობა იჩითება უცბად მე ორმაგი რაღაცა რომ გატესტო და შეაფასო და quality გამოიყვანო. ხო, მე მქონდა ზუსტად ეგეთი მე მგონი რომ დუდუ რომ ანუ რაც არ შეცვლა ანუ არის რომ ვინ არის პასუხისმგებელი მაინც კოდზე რა. ეხლა სულ AI იმდენს როცა რაღაცა კოდს ვიღაცა PR-ის დადებდა და მე მიყვარს ხოლმე PR-ის გატესტვა რა reviews დროს თუ მნიშვნელოვანი PR-ია რომ აი დავფულო და იმას ხდა და აი რა ფიჩერიც არის დაიმპლემენტებული რა აი მაგ core რაღაცაში რო არის ბაგი რა და პირდაპირ რომ მიჩნდება განცდა რომ ისე დამაესაინეს reviews-ზე რომ ავტორს თვითონაც არ გაუტესტავს რა. ანუ ეგ AI იმდენს იყო პრობლემა და ეხლა მე მეგონა დუდუ შენ რო იკითხე რომ აი დაგენერირებული პირი იგულისხმე რომ ისეთ დაგენერირებული პირი რომელსაც ეთყობა რომ არც შემოწმებულა რა ასე თქვა აი არც წაუკითხავს არავის ანა თუ გაუშვია რა და ეგ ძალიან ოფენსივარი ჩემთვის ანუ რა ისეთ გარემოს სადაც ტესტი 80%-იც დაგენერირებულია რეალურად რა ანუ მარა ხო ნიშნავს იმას რომ არ ვიღებ პასუხისმგებლობას რა ჩემი წესები არის რომ ყველა ხაზი უნდა გქონდეს დაკითხული ნუ მე თვითონ როგორც ვიყავ რა ყველა ხაზი უნდა გქონდეს დაკითხული უნდა მესმოდეს თავიდან ბოლომდე ანუ მე თუნდა შემეძლოს იგივე კოდის დაწერა და ყველაზე მნიშვნელოვანი შენ თვითონ უნდა შეეძლოს მე მაქვი არის დადებაგება კი ძალიან თუ რამე გაფუჭდა მაგის პოვნა რა იმიტომ რომ მაგალითად რაღაცა ფან პროექტებში აი ამიღია რაღაცა პროექტი რასზე და წავიდა ყველაფერი და ვაი იქ რო რაღაც გაფუჭებულა მე მიდის ლოცვა კურთხევა იმასთან კლოდკოდთან რომ გეხვეწები roll back before 5 prompt and check this and რაღაცა მას ბაშ სკრიპტებს როწერს მე გასატესტად რომ თვითონ ნახოს ინსტრუმენტები და ნებისმიერი მაშინ პროფესიაში ხო ანუ ის ვახდება ხოლმე კარიერაში როცა იღებ ახალ პასუხისმგებლობას რა ანუ არაფერი სხვაზე არ არის ხოლმე იმდენ დაკავშირებული შენი რაღაც კარიერულის და ასე შემდეგ როგორც პასუხისმგებლობის აღებაზე რა და შენ კოდზე თუ არ იღებ პასუხისმგებლობას რომელიც მე დამაესაინე რომ დავარევიო ანუ მეუღებელია რა და მე მithomets რომ გამერჯაო მე თუ ნოლის ხარ და ასევე ჩემი რჩევა იქნება რომ ანუ აი მაგალითად აგენტს არაფერი არ დააწერინოთ ხოლმე ან თუ დააწერინებთ 1000 ჯერ გადატესტოთ ხოლმე ისეთ ფაილებში რომელიც არის აი global repository setting-ები აი მაგალითად pre-commit hook-ები რა იმიტომ ჩვენ გქონდა ძალიან ესეთი ის ხომ რა ქვია
Swift-ს აქვს კურიოზი. კურიოზი, რომ ფორმატერი Swift-ს აქვს ფორმატერი რა, რომ თუ არასწორი რაღაც წესები წერ, პრეკომიტ ჰუდზე აბავენ ხომე ამ ფორმატერს და რო დააკომიტებ, სანამ დააკომიტება გაასწორებს ხომე რა. და მე დამემართა ეგეთი გადაობა, რომ დავინახე ამ GitHub-ზე readme-ში, რომ უნდა დააყენო ეს პრეკომიტი ჰუდი რა ფორმატერის და დამეზარე ჩემი challenge-ი და ეგრევე მოვაკოპირე და ჩავსვი. გააკეთა და რაღაცა features ვაკეთებ მოკლედ და უყურებ რომ ბიჭო ანუ ყველაფერს მიაწერა ანუ switch როგორ არის ანუ შეიძლება public-ი explicitly არ დაწერო რა ან lazy explicitly არ დაწერო და რავი რატომღაც თუმე ამ პრეკომით ჰუკში ყოფილა ეგეთი წესი რომ თუ რაღაცას explicitly არ უწერია მიაწერე და აი ძალიან დიდ features-ზე მიმიწერე ერთი 3000 change გამოჩნდა უცბად კოდში რა და ბიჭო უცბად ეხა გაიგე შენ ეგ პრეკომით ჰუკის გამო მოხდა თუ უბრალოდ ასე აგენტიკ ენჟინერინგის დროს შენ დაუკვირვებელი ხარ და კლოდმა შემოგთავაზე ეგენ კლოდმა დაგიწერა რა და მოკლედ ძალიან ბევრი დრო დავხარჯე ამიტომ ანუ ეგეთი რაღაცები რაც აი გლობალურად აისახება ხომე რა პირდაპირ მე რთული დასაროლბეკებელია ხომე მაინც ვცდილობ რომ დავაიგნორო აი მაგალითად იმაში რა ქვია ჰუკებში კლოდის ჰუკებს მაგის ცოტა ვიყენებ რომ ავტომატურად რეჯექტი გაუშვას რაღაც ფაილებზე წაკითხვა იმასა და ედიტებისკენ. ესე რაღაცაზე ვფიქრობდი ახლა. მიდიგია. კაი, ესე რაზე ვფიქრობდი, ანუ ისე ჩემი აზროვნება როგორ არის რა, მოკლედ ამ ეპიზოდების დროს ხოლმე, რომ 5 წუთის წინ რაღაცას რო ვილაპარაკეთ, მაგაზე ვფიქრობ ხოლმე, რაღაც ზონაუთი მაქვს ხოლმე რაღაც მომენტი. და მე მახსენდება რომ ძველ ტოპიკს დავუბრუნდეთ რა. ანუ აგენტებს ყველა cloud code-ის აგენტებს და საბაგენტებს რაღაც API ანუ პროტოკოლი გამოყენების როგორ გვაქვს ხო? ანუ წინასწარ ვქმნით, სადაც გვიგდია რეპოზიტორიში .clodis.agent folder-ში. მან რაღაც description-ი აქვს, ანუ რა კონტექსტში უნდა გამოიყენო თავის system prompt-ი და we are assuming რომ ანუ ერთხელ შევქმნით მონოლითურად და მერე გამოვიყენოთ. მაგრამ მაგაზე რეალურად ბევრად ოპტიმალური იქნებოდა just რაღაც thinking out loud რა. რომ ნებისმიერ რაღაცას რო ეუბნევი, ანუ მაგალითად აი ეს რაღაცა ფიჩერი მაგ დასაიმპლემენტირებელი, ანუ დინამიურად რო შეიძლებოდეს ამ ფიჩერის, ანუ რა თქმა უნდა პირველი არის planning phase-ი, ხო? ანუ დინამიურად რო შეიძლებოდეს ამის, ასე ვთქვათ, დაპლანვა და თითოეული პლანის, ასე ვთქვათ, დაპლანვა მაგალითად არ არა, ცალ-ცალკე კონტექსტებისთვის იმ კონკრეტულ მომენტშივე რაღაც ეფემერალ საბაგენტებისთვის, description-ების და ყველაფრის აღწერის შექმნა მაგების დასპაუნვა რომ თითო რაღაც პატარ-პატარ რაღაცები მოაგვარო და მე მაგის ორკესტრაცია რა ანუ kinda მე მგონი შესაძლებელია იმიტომ რომ როგორც ვიცი cloud code-ის აგენტებს რაღაც თავისი SDK-ც აქვს რა ანუ იმენა კოდიდან რო გამოიძახო და იდეაში მაგის სკრიპტის დაწერა შეიძლება ეგ ასკარად დასატესტი საინტერესო რაღაც შეიძლება იყოს რა მე მქონდა დაწერილი მაგალითად მაგ საბაგენტების მუშაობას ხო ვერ ხედავ შენ რამდენი აგენტია იდეაში იმ წუთას დასწაუნებული რა ესე არ ჩანს რა მაგრამ ეგ შეგიძლია გაიგო მაგ SDK-ში და მე მქონდა დაწერილი ტუაი მაგის რო ანუ პროცესებს უყურებდა კოდის პროცესებს და გიწერდა მაგალითად რამდენი საპროცესი იყო გაშვებული და შეიძლება ეგეთი თული საწყობა რომ უყურო მაგალითად რამდენი აგენტი მუშაობს ამჟამად თუ idle mode-ია თუ მუშაობს რა ეგ აიდეა საინტერესო შეიძლება წაიწყო ან minimum is fine რომ მორჩები features ავტომატურად დააპდეიტოს კოდემდიები რა. ეგეც ხო არის რომ კოდემდიები ერთად შევქმნით და ზუსტად, კი. მე მაგას ხელებს ვერ ყოველთვის რა. იმას არ იყენებ სწავლე ხა DS არ იყენებ ხოლმე? ეგ კაი ფიჩერია და მე ვიყენებ კოდის DS ძალიან კარგად რომ და მეკითხება მე გლობალურ მემორიში მინდა თუ პროექტის მემორიში მინდა რა. რა, მე მინდა რომ მაგას ავტომატურად ადრიგერებდეს ხოლმე როგორც ChatGPT შვება, არა, რატომაც არა აქვს. მე ეგრე რო ქნას ხოლმე პრომპტში უწერ ხოლმე რომ update codemd always. ეხა ერთი workflow მე რაც მაგის გავსი არის რომ ან ცალკე გვაქვს repo დოკუმენტაციის და hot code შეიძლება რომ edit directory ააკეთო. და პირდაპირ ყველა peers რო push-აო ლოკალური ჰუკი მაქვს რომ update docs რა. და საკმაოდ კარგად მუშაობს იგივე რა. და ზოგადად ანუ ეგ bottleneck-ი თუ შეგექმნათ ორივეს უკვე რომ
რაღაც მომენტში ისე გაიზარდა თქვენი პროდუქტიულობა, რომ აი ეგ პიარების დარღვევა მართლა გახდა პრობლემა რა. თეორიულად. იმიტომ რომ ანუ არის რეალურად ეგ ჩემი აზრით უკვე ხო, დასრული გიორგი. არის ეგ პრობლემა ხდება ჩვენ გუნდში ხდება და მაშინ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის რომ არავინ უაზრო პიარებზე არ დაგაესწრება კიდე. იმიტომ რომ ისედაც ბოთლნეკი ჩდება უკვე პიარის რევიუ. მაგრამ მაგას ვერ დაიგნორებთ. დღეს აი ხა Slack-ს გავხსნი ზუსტი ციფრი რომ არ შემეშალოს. და გეტყვი აი მარტო დღეს რამდენ პიარზე ვარ დაესაინებული. და ეს არის სულ გახსნილი ერთი ადამიანისგან. ეს არის დაახლოებით ესე იქნება. ადამიანისგან თუ აგენტისგან გითხარი, არ დაგვიმეორე. ადამიანი და აგენტი ალბათ ერთობლივი სამუშაო. 1 აგენტური ადამიანი. 5 6 7 პიარი მაქვს დღეს და გახსნილი უკვე დასარევიუებად რა. და მაგდეს როგორ არევიუებ ხარ მაგალითად როგორ უნდა დღეს უნდა დაარევიუო თუ 2-2 თუ რანაირად სლეშ სავარაუდოდ ჩვენ ესეთი წესი გვაქვს რომ პიარები უნდა იყოს ძალიან ატომიკ პიარებს ვეძახით ჩვენ ეგეთ პიარებს და აი პიარში არ შეიძლება იყოს ასე ვთქვათ სამ ფაილზე მეტი change to some ფაილზე მეტი შია ესე იგი ცუდი პიარია დაგიქლოუსებ მაგ პიარს და თავიდან უნდა იმას ანუ პიარების რევიუ, ხო, პიარების რევიუ, ანუ ძალიან სერიოზული ამბავია, ანუ აი ვაფშე ანუ ერთი რაღაც რაც იმაზეა ხოლმე, აი წეგან გიო შენ რას თქვი რა. ეგ ანუ ავიღოთ რაღაც ჯანსაღი გუნდი ავიღოთ, ხო, სადაც ანუ ყველა რაღაც პასუხისმგებლობას თეორიული გუნდი რო ავიღოთ, სადაც ყველა პასუხისმგებლობას მაქსიმალურად იღებს. ხო რა, ანუ ზუსტად რა. ანუ ეგეთ кейსში, ანუ პიარის საერთოდ დარევიუების კულტურას, ანუ გარდა იმისა, რომ რაღაც second hand check-ი არის რა, security check-ი რო რაღაც ბაგები და რაღაც, ანუ იდეაში თავარი რა არის, ხო, ალბათ პირველი დანიშნული პიარის, რომ knowledge transfer-ი მოხდეს ეფექტურად რა. ანუ კონტექსტი, ანუ პროდუქტის რაღაცა პრობლემის გადაწყვეტის კონტექსტი გაიზარდოს არა ერთ ადამიანის twin-ში, არამედ ბევრი ადამიანის twin-ში და აი უშუალოდ reviews კონტექსტში რომ ბაგები დაიჭიროს ალბათ მე რაღაცებში ვიყენებ Cloud-ს უფრო ტესტავ რა და ძალიან ეფექტური არის, მაგრამ ძალიან ანუ ბევრად ეფექტური რაშიც, მაგრამ ეხმარება არის რომ ოკეი, PR-ი გაიხსნა, რაღაც თვითონ PR-ის დარევიებას თავისი flow აქვს, მაკრო მაგალითად ჯერ dependency-ებს ვნახულობ, რომ მაგითი წარმოიდგინოს რომ რეები შეიძლება დაემატოს რეებს ელოდო, მე რაღაც სტრუქტურას ვიყავ, მაგრამ საერთოდ მანამდე Cloud Codes ვეკითხები რომ ოკეი, ანუ ზოგადად დომეინი რაღაც იცის, Cloud-MD-დან ყველაფრიდან და აი აღმიწერე ზოგადად რა რეები დაემატა პროდუქტის გადმოსახედიდან რა და ეგ რაღაც მაგაში მე ვხედავ რაღაც პროდუქტიულობას ჩემ workflow-ში რომ მე PR-ის დარევიუება და knowledge transfer-ი ბევრად ისეთი არის, რა ხარისხიანი თუ ამას ეფექტურად გამოიყენებ რა. მე გეტყვი როგორ მაქვს. მე მაქვს slash command-ი. და slash command-ი ვხოჩ. ოდის რა. slash command-ი მაქვს გამზადებული და ეხლა slash command-ი გამზადებული პრომპტი. ვინც არის ეს slash command-ი არის წინასწარ გამზადებული პრომპტი და ამ პრომპტში რა წერია ეხლა? გამოიყენე GitHub-ის CLI და მიღებულ არგუმენტზე დაჩეკაუტდი დაიაპდეითე, გახსენი, გააკეთე კოდრევი. კოდრევის წესები წერია და მე ესეა. სადაც კომენტარი გექნება, რომ აი ამ ხაზზე უნდა დაწერო კომენტარი, კოდში დამიწერე, კოდი დამიედითე, მაგ ხაზის ზევით დაწერე // და შენი კომენტარი. // შენი კომენტარი. რომ ყველა //ის მერე უნდა იწყებოდეს cloud review. ორი წერტილი და მერე შენი ის. და ანუ max / command-ს გამოვიძახებ და გადავცემ ხოლმე PR-ს ხო თავისი ის აქვს რაღაცა უნიკალური კოდი რა. მაგალითად ანუ / command-ი ეგ PR-ი და პირდაპირ გამიკეთებს ხოლმე კომენტარებს და დამიწერს ხოლმე მე ვხსნი editors და global search-ში ვწერ cloud-reviews და global finding-ებში მიჩანს უკვე ისე რა ქვია ყველა ის კომენტარი რაც მან დაწერა. მე იმას neo-ims აქ quick list action-ები ქვია, მაგ ყველაფერს დავამატებ quick list action-ში და ანუ მთელ ეკრანზე იჩითება მარტო ეგ ფაილი, სადაც ეგ კოდი წერია და სანამ არ გავფიქსავ, ან რო გავფიქსავ მაგას ან dance რო ვიტყვი, ან თუ სისულელე წერია უბრალოდ წავშლი და ერთი ღილაკით გადავალ შემდეგზე. ეს არის პირველადი, როგორაც ვაკეთებ, აი სუპირ რო გაიცხრილოს აი სისულელეები რა. მაგრამ ამას ძირითადად უკვე ვაკეთებ ხოლმე როცა კოდი PR-ი დიდია
და მე არ მინდა რომ დრო ტყუილა დავხარჯო რაღაც სისულელეებზე და არ მინდა რომ აი ბევრი დრო დავხარჯო და პირველად გადავატარებ რა. მე რა უკვე მაინც ხელი იჩვები და თუ პიარი ხა პატარა, მაშინ მისჩევნია რომ ჩემი თქვა რა. იმიტომ რომ ის მაინც დარწმუნებული ვარ რომ გადავამოწმე და პასუხისმგებლობას ვიღებ. ამიტომაც ვცდილობთ რომ აი ძალიან პატარა პიარები გავხსნათ, აი ძალიან თუ რაღაც ფიჩერი არა. ამიტომ ჰაკათონზე ვითმოხვალთ გააესაინეთ თორნიკზე ყველა პიარი სათითაოდშია და არავივებს ასევე მონაწილის პიარებს სეტაპია რომელიც ხოლმე გამერჯილი პიარები მიიღებენ მონაწილეობას ჯოკია მაგრამ ზაგარი ხო მოდი გადავიმეოროთ ჰაკათონის თემა 18-19 ოქტომბერს თავისუფალ უნივერსიტეტში ბევრი კარგი რაღაც გელოდებათ, ერთჯერ ყველაფერს არ გეტყვით, იქ რომ მოხოთ ყველაფერსთან გაიგებთ, ორგანიზატორები ვართ ჩვენ, დევთერაპი, რომა და ლაუბერლია ფლეგმენი ჩვენი სპონსორების, რა. ვარ დაამატეთ რამეს თქვენც. მომზადებულები მოდით, ჩემი აზრით მე დავამატებ იმას და რაც შეიძლება ადრე მოდით, თავი ეგ არის, არ დააგვიანოთ, იმიტომ რომ მე ზოგადად არ მეგულება ადამიანი, რომელიც ამ სფეროში უნდა გაგრძელება საქმის ამ სფეროშია და არ შეიძლება რომ ანუ ამ ივენთის უბრალოდ გამაზვა, აი უბრალოდ აი არ შეიძლება. იმიტომ რომ დამიჯერეთ, მე როგორც ახლა მე მწყდება გული იმ 2015-ის და 14-ის საკითხებს რო უყურებ და იმის ნაწილი რო არ ვიყავი მაგაზე რომ მწყდება გული, აი დამიჯერეთ რომ დრო გავა და თქვენ ზუსტად ესე დაგწყდებათ გული, რომ აი გქონდა შანსი და არ მოხდეთ, იმიტომ რომ აქ არ არის მხოლოდ ის აგენტები, AI ან რაღაც ის რა, ეგ არ არის თავარი რა. უბრალოდ ისეთი მემორები დაგრჩებათ უბრალოდ და მოგონებები ამ ესეთი შეკრებებიდან, რომ აი დამიჯერეთ რომ აი ღირს რა, იმ 2 დღის გათენება ღირს და დროის გამოყოფა მithumetes შაბათ-კვირა. არ მგონია რომ აი უკეთესი ადგილი იყოს 18-19 ოქტომბერს სხვა განყოფის რა. ძალიან დიდი მადლობა თორნიკე. მოგესტუმრე და კიდე ბევრი რაუნდი გვექნება ალბათ ერთად, არა მარტო პოდკასტებში, ახლა ჩვენ ისე ძალიან ბევრი კოლაბორაცია გვაქვს და კიდე ერთხელ გელოდებით ყველას და ნელა LinkedIn-ზეც დავდებთ დამატებით დეტალებს და მათ შორის წინა დღეებში ჰაკათონის დაიპოსტება თვითონ თემებიც კონკრეტული. ერთი ისიც დავამატოთ, რომ ის გვექნება კიდე პოდკასტ კორნერი რო გვექნება. იქ და ბევრი ადამიანის ჩაწერას შევძლოთ მონაწილეებიდან დაწყებული. თვითონ ჩვენც შეგვიძლია დავუშვდეთ ხოლმე და მთელი ღამე ხარ რა უნდა ვაკეთოთ. ისინი ხალხი პროექტებს აკეთებენ და ჩვენ ვიჭვარავთ და გავერთობთ. Yes, ჩვენიერი. მადლობა კიდე ერთხელ თორნიკე. მადლობა თქვენ ბიჭო. მადლობა დიდი. აჩო გათიშე. აჩო. აჩო. ჩახვედი უკვე კახეთში. კახეთში ჩახვედი.